მოგესალმებით, ეს არის მდგრადი ნუტრიციოლოგისა და ჯანმრთელობის კურსის მასტერკლასის ჩანაწერი. ეს იქნება შესავალი ჩემი კურსის, რომელიც იწყება 29 აპრილს. შედგება 10 ლექციისაგან. თუ ექნებათ სრული კურსზე რეგისტრაციის, შეგიძლიათ ეწვიოთ მდგრადობის მეცნიერების აკადემიის Facebook გვერდს ან საიტს, ლინკი იქნება დახასიათებაში. შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე, რაც იქნება ჩვენს ვებსაიტზე. და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ რეგისტრაციაში. კურსი მდგრადი ნუტრიციოლოგია და ჯანმრთელობა პერიოდულად განმეორდება, ასე რომ ამ ნაკადზე თუ ვერ მოხდით, მომავალში ისევ იქნება და ისევ იქნება სავარაუდოდ მასტერკლასი, რომელზეც შეძლებთ უკვე დარეგისტრირებას. ამას დავანონსებთ ახლო მომავალში წესით შემდეგ ნაკადსაც. დღევანდელი მასტერკლასი მიმოიხილავს კურსის სილაბუსს, თუმცა სამ დავიწყებთ 1-2 სიტყვით. მოგიყვებით კურსის შინაარსის შესახებ, მოკლედ რო იცოდეთ რის შესახებ არის ეს კურსი. კურსის მთავარი მიზანია მსმენელებისთვის ნათელი გახადოს რა არის ჯანსაღი და სწორი დაბალანსებული კვება და რა კავშირია კვებასა და ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას შორის. კურსი იქნება ძალიან მრავალფეროვანი, რადგან საკვებთან ერთად ვისაუბრებთ კვების მდგრადობაზე, გარემოზე, ტოქსინებზე და ძალიან ბევრ სხვა თემაზე. ეს თემა ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის. კურსი შეეხება ყველა მიკრო და მაკრო მოლეკულებს, მინერალებს, ვიტამინებს, ვისწავლით მათ მოქმედების მექანიზმებს და გავიგებთ რა საკვები გვჭირდება ზოგიერთი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის დროს. აქ ასევე კონკრეტული ვიტამინების ფორმებსაც გამოვიხილავთ იმ შემთხვევაში, თუ ეს საკვებიდან ვერ მივიღებთ, მეტად რა ფორმით შეიძლება ამ ვიტამინების მიღება ან მინერალების. კურსზე ვისაუბრებთ ისეთ ქრონიკულ დაავადებებზე და პრობლემებზე, რომლებიც ძალიან გახშირებულია დღევანდელ სამყაროში, როგორც მაგალითად გულსირთულეთა დაავადებები, მაღალი ქოლესტერინის, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტის სიმსივნე და როგორ შეიძლება მათი თავიდან არიდება სწორი კვების და ცხოვრების სტილის საშუალებით. და თუ კი უკვე გაქვთ რომელიმე დაავადება, როგორ შეიძლება ამ პრობლემასთან უკეთესად გამკლავება საკვებით. ყველა დაავადება, რასაც გამოვიხილავთ, დაავადება და პრობლემა, რაც არის ვაერთიანებთ ნუტრიციოლოგიისა და კვების გარშემო და არ გამოვიხილავთ მათ განყენებულად. ანუ ყველა თემა საბოლოოდ ისევ კვებას უბრუნდება, ყველა თემა არის კვებასთან დაკავშირებული, ყველა ეს დაავადება ამ კვების ფარგლებში არის მიმოხილული. ასევე კურსზე გავეცნობით ყველაზე გავრცელებულ დიეტებს, როგორც კეტოგენური დიეტა, ხმელთაშუა ზღვის დიეტა, ხორცის, ვეგანური, ვეგეტარიანული, ძალიან ბევრი კვების რეჟიმები არსებობს. თუ თქვენ კიდევ დამატებით კითხვა გექნება, იგიც შეგვიძლია რომ დავამატოთ, მაგრამ ძირითადად ყველაზე პოპულარულ დიეტებს ვეხებით ამ კურსის განმავლობაში, ვისაუბრებთ ყველა იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე, რაც აქვს ამ კვებით რეჟიმებს და რა შეგვიძლია რომ რა სტრატეგიები შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ ცოდნაზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციას თუ როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა სრულფასოვნად ჯანმრთელი და დაბალანსებული ცხოვრებისთვის. კარგი, დავიწყებთ მაშინ ამ ვიდეოს. ამ ვიდეოში უკვე სილაბუსს მიმოვიხილავ და დავიწყებ პირველი ლექციის თემებიდან. მდგრადობა ნიშნავს ისეთ კვებას და ისეთ რეჟიმს, რომელიც მდგრადიერი დროში, ან შეიძლება რომ მომავალშიც გაგრძელდეს ისე რომ ანუ რესურსის ამოწურვა არ ხდება. ეს არის ისეთი კვება, მაგალითად, როდესაც მდგრად კვებაზე არის საუბარი, რომ პლანეტის რესურსებს ბოლომდე არ იყენებს, ანუ ძალიან ბევრი რეგულაციები ტარდება ახლა ევროკავშირში, მაგალითად ხორცის პროდუქტზე იძახიან რა ძალიან დიდ რესურსს იყენებს. მაგალითად ძროხები ძალიან დიდ ტერიტორიას იყენებენ და ჰოლანდიაში მაგალითად ახლა შემცირებას ცდილობენ, ანუ რაოდენობა ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის მიხედვითაც ეს ფერმების ზომა შეზღუდვები ტარდება, ანუ ბევრი სხვადასხვა პრობლემას ხმის რა ეს თუნდაც ძროხები მერე სხვა ინდუსტრიული აგრონომიიდან ძალიან ბევრი პრობლემები მოდის გარემოში და ეს ყველაფერს გასათვალისწინებელი არის, როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, ან ძალიან რთული არის მარტო ანუ ისაუბრო საკვებზე ისე რომ გარემო არ გაითვალისწინო.
ნუ ეს ერთი მდგრადობის მხრივ და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის ტოქსიკოლოგია. თუ არ ვითვალისწინებთ იმ გარემოს, რაშიც მაგალითად თევზები არიან, ახლა ძალიან ხშირად არის რომ რეკომენდაციას აძლევენ ზღვის პროდუქტზე, რომ ძალიან ჯანსაღია და უნდა მივიღოთ ომეგა-3-ის და სხვა რაღაცების გამო, ნუ სხვა მიზეზების გამო. მაგრამ არ ხდება იმის გათვალისწინება, რომ ეს თევზის პროდუქტში ძალიან ხშირად არის ვერცხლის წყალი. იმის გამო, რომ გარემო ძალიან დაბინძურებული არის და ძალიან ბევრი რამე ხდება გარემოში, ნუ ეს ვერცხლის წყალი ერთ-ერთი ნაწილი არის, მაგრამ ასევე მიკროპლასმასი, სხვა მძიმე მეტალები, ასე შემდეგ, ან რაღაცები არის, რაც გარემოში ხდება და როდესაც მაგალითად ნუტრიციოლოგი აძლევს რეკომენდაციას ზღვის პროდუქტის, უნდა გაითვალისწინოს ლოკაცია, ხო, საიდან მოდის ის თევზი, როგორ არის დამუშავებული, რა ფორმით მოდის, ან მთელი პროცესი არის ინდუსტრიის და რაღაცა ამის გამო არის ძირითადად რეკომენდაციები მინიმალურად დამუშავებული საკვების, ანუ რაც უფრო შორს არის ინდუსტრიისგან, რაც უფრო შორს არის ამ დაბინძურებისგან. ამაზე ცორთული, ანუ რეალურად ეს ცორთული საკითხია ტოქსიკოლოგია, იმიტომ რომ მანდ მე ყველა დეტალებში უნდა შევიდეთ, რომ აი რა ფორმის დაბინძურებები არსებობს, ან პესტიციდები მაგალითად მცენარეების შემთხვევაში და როგორ შეიძლება ავირიდოთ, ან რა სტრატეგიები არის, რა საუმჯობესებს. ძალიან ბევრი თანამედროვე კვლევა ტარდება ახლა მაგალითად აი უბრალოდ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, შვრიაზე არის ძალიან კარგი კვლევები ნაჩვენები, რომ ცილა, რომელიც არის შვრიაში, აკეთებს ერთ-ერთი ესეთ დამბინძურებელი ნივთიერების ქიმიკატების ლიმიტირებას, ან ნაკლების შეწოვა ხდება კუჭში. ნუ ამას დეტალურად უკვე მე გამიხელოთ ამ საკითხებს, ეს უბრალოდ ეს ტოქსიკოლოგია, ეს კვლევები. აქ ასევე მიწერთ ფსიქოლოგია და ორთოდონტიკა, რომ ფსიქოლოგია და ორთოდონტიკასაც ვეხებით. აი ფსიქოლოგია გასაგები არის ისედაც, რომ ფსიქოლოგია ძალიან დიდი წვლილი აქვს ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაში. ძალიან ღრმად ამ კურსში არ გავივლით, ანუ უფრო მეტად კონცენტრირებული იქნება აი კვლევებზე, მედიცინაზე, კვებაზე. ფსიქოლოგია ოდნავ ნაკლებად, მაგრამ რაღაც ხარეს მაინც გავივლით, ანუ დიდი კვლევები რას ანახებს, ანუ როგორ მოქმედებს ფსიქოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე. ორთოდონტია ბევრმა შეიძლება ვერ დააკავშიროს, რა კავშირშია აი კბილების ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობასთან, განსაკუთრებით ორთოდონტია, მაგრამ ძალიან დიდი კავშირები არის ხა ალცჰაიმერის კავშირი კბილების ჯანმრთელობასთან. უფრო დეტალურად რო ახსნათ, ძალიან გამიჭირდება, ეხლა მოკლე ფორმატში გამიჭირდება, ან სვერტ საათი გვაქვს, მაგრამ ნუ ბევრი კავშირი აქვს სხვა დაავადებებთან, ძირითადად აი ალცჰაიმერთან, დემენციასთან, კბილების ჯანმრთელობას და მარტივ მიზეზის გამო, ანუ ანთება როდესაც არის პირის ღრუში, ეს ანთება შემდეგ პრობლემას სხვაგანაც ქმნის, ამ შენი შენ ორგანიზმს აქვს ნაკლები რესურსი იმისთვის, რომ სხვა პრობლემას ებრძოლოს და მე კავშირი ასევე ძალიან დიდი ანთებას და სიმსივნეს შორის. თუმცა ეს პირის ღრუსთან არ არის მხოლოდ კავშირში, ეს ზოგადად ანთების და სიმსივნის კავშირი არის ძლიერი. ნუ ეს ისედაც აშკარა არის, ანუ ისედაც შეიძლება ისედაც იცოდეთ ეს. ორთოდონტია საზოგადოებრივი ჯანდაცვა ნიშნავს ეს ზოგადი რეკომენდაციები, რაც ხდება ხოლმე, მაგალითად, როდესაც ჯანდაცვის რეკომენდაცია, როდესაც გამოდის რეკომენდაცია იოდიზირების, მაგალითად, იოდიზირება არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივა. და ნუ სხვა თემსაც ვეხებთ, აქ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მედიცინა. კარგით. შემდეგ, ნუ ეს პირველ ლექციაში რეალურად სულ მიმოვიხილავს თავიდან რა თემებს შევეხებით, რა ფორმით იქნება ამაზე საუბარი. შემდეგ გამიხილავს სურავანდი, ბერი, პელაგრა, ეს უბრალოდ საინტერესო ისტორიები არის კონკრეტული ვიტამინების ნაკლებობისგან გამოწვეული დაავადებები. ძალიან ხშირად არის ხოლმე რეკომენდაციები, აი ვიდეოები ან პოსტები რო ხდება, ხშირად არის ხოლმე აქცენტი ერთ ვიტამინზე, რომ მაგალითად აი გაკლიათ ეს ვიტამინი და ეს გიქმნის პრობლემას, ან გაკლიათ ცილა, ვიტამინ C, ასე შემდეგ. ნუ ვიტამინ C-ზე აი ზოგადად სურავანდი ვიტამინ C-ის ნაკლებობისგან იყო გამოწვეული, მაგრამ ძალიან ცოტა დაავადება არის, რომელიც კონკრეტული ვიტამინის ან მინერალის ნაკლებობისგანაა გამოწვეული. ეს სამი არის ყველაზე ისეთი დიდი, რომელიც ისტორიულად ყოფილა ჩვენს საზოგადოებაში და სამივე დამარცხებული ასე თუ ისე, მაგრამ
უფრო დეტალურად მე ვიტამინებს ბოლოში გამიხილავ. არ მინდა ხოლმე თავიდან პირდაპირ ვიტამინებზე საუბარი, მინერალებზე, ყველას ეგ აინტერესებს. ნუ ყოველთვის მე ეგ მაინტერესებს თავიდან რომ დავიწყე ბიომედიცინის შესწავლა, მაგრამ ეგ უფრო დეტალები არის, რომელიც ყვება, კარგი სწორი ყვება როდესაც გესმის, მე უფრო მარტივი არის ხოლმე ვიტამინებზე საუბარი. ამიტომ იგი თავიდან ყვება რომ გავიგოთ კარგად ყვების უფრო დეტალებში რომ შევიდეთ, ასევე დაავადების ახსნაც საჭირო არის. კონკრეტულად აი ქოლესტერინი, ქოლესტერინი რას ნიშნავს, რომ ეხლა რთული იქნება ამის დეტალურად ახსნა, მაგრამ ქოლესტერინის და დიაბეტის ნუ კორელაცია ერთმანეთში დიადარენ სხვა დაავადებები არის, მაგრამ ორივეს მექანიზმს ხსნიან, ზოგადად როგორ ჩდება დიაბეტი, ან როგორ ჩდება ანუ გამოწვევის მიზეზი რა არის ქოლესტერინის და შემდეგ უკვე ათეროსკლეროზის, ანუ ეს არის ის ნადები, რაც ჩდება არტერიებზე, რაც უკვე სიხსრაფთო პრობლემებს იწვევს. საიდან არის გამოწვეული? ძალიან ბევრი დავახტება ამაზე, რა იწვევს კონკრეტულად. ან ნუ ხა ისეც აღკარა არის ნახშირწყლები, შაქარი დიდი რაოდენობით იწვევს დიაბეტს, მაგრამ შაქარი ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ ასევე ცხიმსაც აქვს დიდი ფაქტორი. ბევრ ამის აქვს, ხო, თქვენ რა თქვით ხორცი? ხორცით შეიძლება იყოს კი აქ მაგ საუბარი, კი ანუ ესე რეკომენდაცია რაც არის ძირითადად სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ეს ევროკავშირის ორგანიზაციების ძირითადად არის წითელ ხორცზე, რომ კარცინოგენული არის და არ არის რეკომენდირებული. უფრო მეტად გადამუშავებულ ხორცზე, წითელი ხორცი ნაწილობრივ კარცინოგენად არის მიჩნეული. უფრო მეტად არის გადამუშავებული ან სოზისები და რაღაცები რაც არის. ნუ ბევრისთვის ისეც ცნობილი არის, ანუ აქ ხა ზოგადით რაც შეიძლება მაქსიმალურად ზოგადით ვიწყებ და ვცდილობ რომ ძალიან დეტალებში არ შევიდეთ, ამიტომ ძალიან დეტალებში მივდივართ, მე ანუ არ არის ხოლმე საჭირო ძალიან დეტალურად შესვლა, თავიდან ხსნიდი ძალიან შევიდეთ დეტალებში, ამ მექანიზმებში, რა ბიოლოგიური მექანიზმი თვითონ ამ დიაბეტის და ციკლი უჯრედში, უჯრედის ახსნა მოგვიწევს, ანუ რაღაც დონეზე მიტოქონდრია რაღაცები გავიგოთ, მაგრამ ისეთი ფორმატით იქნება, რომ ყოველთვის გასაგები იყოს, ანუ არნაირი წინასწარი ცოდნა არ არის საჭირო ეს გასაგები რომ იყოს. ნუ აქ გულის შეტევის მთავარი გამოწვევის მიზეზი, ნუ ზოგადად სიხსრაფთო პრობლემების მთავარი გამოწვევის მიზეზი და სტანდარტულ მკურნალობას უბრალოდ ვახსენებ, ანუ აი რა როგორ ხდება ხოლმე მკურნალობა ძირითად შემთხვევაში, ამასაც ახლა დეტალურად ვერ გამოვიხილავთ, მაგრამ აი სტატინები რა მექანიზმით მოქმედებს, სტატინები არის ძირითადად რაც ნუ ყველაზე ხშირი წამალი რაც გამოიწერება აი მაღალი ქოლესტერინისთვის. და დიეტური სხვა დიეტები, რაც ახლა პოპულარული არის. სხვა არის ძირითადად კეტოგენურ დიეტას გამოვიხილავთ სხვა დიეტებს უფრო შემდეგ ლექციებში. თუმცა ყველა დიეტას ვეხები, ანუ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, ეს ვეგანი ვეგეტარიანული დიეტების, ასევე კეტოგენური დიეტა ეხლა საკმაოდ პოპულარული არის, მაღალცხიმიანი. ხორცს ჭამენ, მაგრამ შეიძლება ხორცის გარეშეც მოხდეს. არის ასევე ჰიბრიდი არის, მოდი ბევრი ფორმა არის ძალიან ამ ყვების და ყველაფერს გამიხელთ და ასევე ვინ გამოიგონა მაგათ აი ხმელთაშუა ზღვის დიეტის შემთხვევაში, ვინც მოახდინა პოპულარიზაცია, მთავარი მკვლევარი ვინც იყო და ეს მკვლევარის შემდეგაც გახდა პოპულარული, მაგასაც გამიხელავთ. ეს აი მეოთხე ლექციაში იქნება, ეს 7 ქვეყნის მკვლევარო წერია. ეს არის ქვემოთ Ansel Keys ესეთი მკვლევარი არის, ვინც ჩაატარეს 7 ქვეყნის კვლევა და მაგან დაწერა წიგნი ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე და მაგის გამო გახდა პოპულარული. მაგამდე არავინ არ იცოდა ხმელთაშუა ზღვის დიეტის შესახებ. ნუ აქ სხვა მარკერები არის, ხა ამაში დეტალურად არ შევარდეთ, აი ცერეაქტიული ციალს ერთ-ერთი მარკერი არის, ანალიზი კეთდება ხოლმე მაგის და ეს ანთების მარკერი არის ერთ-ერთი. შემდეგ გამოვიხილავთ ნუტრიციოლოგებს, ეს ყველა აქედან ნუტრიციოლოგი არის რიჩარდ მურის გარდა. რიჩარდ მური უფრო მკვლევარი არის. ეს გადის. სხვა ძირითადად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნუტრიციოლოგები არიან. აი ვალტერ კემპნერი არის გერმანელი, რომელიც გერმანიდან წავიდა ამერიკაში და აკეთებდა კვლევებს, ჯერ უბრალოდ კვლევებს აკეთებდა და თავისი პრაქტიკა ჰქონდა როგორც ექიმს. შემდეგ დაიწყო ამ ბრინჯის დიეტის, ამ ძალიან ცნობილი არის, ხა ქართულად საერთოდ არ იძებნება ვალტერ კემპნერი ჩაწერა, მაგრამ ხოლმე ერთ სტატიას აგდებს თუ ერთ რაღაც ძალიან მცირე ზომის. ძალიან პოპულარული იყო თავის დროზე, იყო ყველაზე პოპულარული, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც დიალიზი, რითიც ახლა თირკმლის უკმარისობას მკურნალობენ და ასევე მაღალი წნევის სწავლების არ იყო.
ანუ იგი თირკმლისთვის არაფერი არ იყო წამალი და არ იყო წნევისთვის არანაირი წამალი, არტერიული წნევისთვის. და ძალიან ბევრი შესაძლებლობა ქონდა მაგ დროს, იმიტომ რადგან არ იყო სხვა ალტერნატიული მკურნალობა, შეძლოთ უნდა ისექნა, ანუ ძალიან ბევრი პაციენტები ვერც ამ გადარჩენის შანსი ძალიან დაბალი ქონდათ რა, ანუ ძალიან ბევრი პაციენტი კვდებოდა და არ იყო ისეთი, ანუ დიდი ალბათობა არ ქონდა ბევრს. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა და უკუსვა აქვს გაკეთებული დიაბეტური რეტინოპათია, ამას ავხსნი, მაგრამ აი ხედულობას კარგავენ, ანუ ადამიანები ну სიხსარღვები არის ასევე თვალებში და ეს სიხსარღვები ну იწვევს რაღაც დროთა განმავლობაში იწვევს მხედველობის დაკარგვას დიაბეტი ვისაც აქვს. ну ეს ზოგ შემთხვევებში, რაღაც შემთხვევებში და ამის უკუსვა აქვს გაკეთებული. ძალიან ბევრი ისეთი შედეგები აქვს, რაც დღევანდელ მედიცინაში უბრალოდ წარმოუდგენელი არის. ანუ წამლით ვერ იღებ იგივე შედეგს. ამ დიაბეტურ რეტინოპათიაზეც მხოლოდ ქირურგიული ჩარევა არის, რომელიც 100% წარმატებით ვერ კეთდება. ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს გაკეთებული და ამაზე ვილაპარაკებთ მოგეთ. ვოლტერ კემპნერი, ნეითან პრიტიკინიც იგივე დროს მოღვაწეობდა. ნეითან პრიტიკინი ეს მარკეტოლოგი იყო, რომელსაც მე რაღაც, ну ხან დეტალურად არ ახსნი, ეხლა დრო არ გვექნება დეტალურად ახსნა, მაგრამ ნეითან პრიტიკინის მნიშვნელოვანი პიროვნება იგივე დროს. დენის ბურკიტი არის უჯრედისა, ვინც ფაქტიურად აღმოაჩინა, ანუ ამ დროს ესეც 50-იანებში, 60-იანებში უჯრედისა იგივე ეს მცენარეული ბოჭკო fiber ქვია ინგლისურად fiber უფრო გაიგიათ ძალიან ცნობილი ანუ სულ ეს აი ჯანმრთელობისთვის სულ ყველგან წერია ანუ ეს ევროკავშირის რეკომენდაციებში სულ წერია რომ უფრო მეტი უჯრედისა უნდა ჭამოს ძალიან ხშირად არაკეთებენ კომპიუტერი საკვების რეკომენდაციას იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავისი ყველა ქვეყანაში არის კულტურულად მიღებული რაღაც კომპიუტერი საკვები ანუ რაღაც საკვები რაც მაგათთვის მიღებული არის და ძალიან რთულია რომ რაღაც ორგანიზაციამ გაუკეთოს რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს იქაური კულტურა ყველაფერი ტრადიციული საკვები და უნდა მოახდინოს ისევ ეს რეკომენდაციები ხან-ხან არის ეს რეკომენდაციები მაგრამ ძირითადად ამ ყველაფრის ზემოდან აწერია რომ უფრო მეტი უჯრედისა ჭამეთ ან უფრო მეტი ცენერეული საკვები უჯრედისა ან ბოჭკო ძირითადად არის ხოლმე რეკომენდაციებში კაიდნოს რიჩარდ მორის არტერიულ წნევაზე ეს კვლევები. მაგ ბევრი კვლევები არის, მოდი მე-4-მე-5 ლექციაში ძირითადად ეს კვლევები არის. ეხლა დეტალურად რო შევიდეთ უბრალოდ ამის სახელების თქმას აზრი არ აქვს, ანუ მთავარი კვლევები რაც არის ჯანდაცვის სფეროში და ასევე ნუტრიციოლოგიაში. ნუტრიციოლოგიაში სულ რამოდენიმე არის ესეთი დიდი კვლევები, ასევე ჯანდაცვაშიც, ну აი ფრეიმინგჰემის კვლევა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი არის ეს ექთნების კვლევა. შემდეგ უკვე დიეტური არის ეს ჩtildeოეთ კარელის ეს ფინეთში არის ფინეთში არის დიეტური ინტერვენცია ამას პროდეტალურად გამოვიხილავთ ძალიან საინტერესო შედეგები არის ანუ ამ კვლევებს ვიყენებ საფუძვლად რომ მე უფრო მარტივი გახდეს იმ ვიტამინების რაც ყოველთვის უფრო უკეთესად ხსნით დიეტებსაც ანუ ამის შემდეგ უკვე ხსნით ხმელთაშუა ზღვის დიეტას ამ ლურჯ ზონებთან ერთად ძირითადად ლურჯ ზონებთან არის ხოლმე დაკავშირებული ლურჯი ზონები არის ზონები, სადაც 100 წელზე მეტ ცხოვრობს ადამიანი, ანუ ეს არის ტერიტორიები, სადაც 100 წელზე მეტ ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს, რომ ამ ლურჯი ზონები ორიგინალურად ეს National Geographic ეს ანუ ეს National Geographic მოდ არხი რო არის, მაგათი გაკეთებული არის, წიგნი და გადაცემა არის ამ თემის გარშემო. და ის ქვეყნები, რომლებიც არჩიეს ზოგ ქვეყანაში მე შეცდომები დააფიქსირეს და ანუ ყველგან არის ესე კარგად დაფიქსირებული ეს მოსახლეობები, რომელიც 100 წელზე მეტ ცხოვრობს. ძალიან საინტერესოა მე მაქვს წიგნი კიდე სხვა ზონებიც არის ამის გარდა, ანუ ეს კონკრეტულად 5 ადგილს მოიაზრებს, მაგრამ სხვა ზონებიც არის, სადაც ასევე დიდხანს ცხოვრობენ და ერთ-ერთი ესე ზონა არის საქართველოში. და ერთ-ერთი წიგნი მაქვს და პირველივე პირველ გვერდზე ანუ თავიდან შესავალი არის, მაგრამ პირველივე სექცია რაც არის ამ წიგნის პირდაპირ წერია აფხაზეთს, ანუ მაგით იწყება. და მთელი ეს 4 ნაწილიანი არის და ეს პირველი ნაწილი სულ აფხაზეთის შესახებ არის. აი ხა ცოტა საქართველოს არ უნდა მეთქვა აფხაზეთი, ეხლა მინდა რომ საქართველოს მეთქვა, მერე ვიტყვი თქო აფხაზეთს ლექციის დროს, მაგრამ ნუ გაიგებთ მაგ ზუსტად მაგის შესახებ. ძალიან საინტერესოა, ბევრი ფაქტორი არის, მარტო კვება არ არის, მანდაც ცხოვრების სტილზე არის ასევე საუბარი.
ღირებულებებზე, ანუ პროცესებს რო აფასებენ, ის რაც ისედაც საქართველოში არის ბევრი მხარე, რაც მან საუბრობენ, საქართველოში არის მიღებული. უბრალოდ ნელ-ნელა იკარგება, ანუ იყო ეს ძალიან ბევრი ტრადიციული კვლევაც, ეს ყველაფერი ქონდა და ნელ-ნელა იკარგება ეს გლობალიზაციის ფონზე, ომები, ასე შემდეგ ეს ყველაფერი კარგავს. ეხაც დღემდე დღეს რო ჩახვიდე იგივე ტერიტორიაზე არ მგონი ისე ლურჯი ზონა იყო საერთოდ უკვე ყველაფრის შემდეგ არ იქნება კარგი მდგომარეობა. მაგრამ გამხელთ აქ მე ხმელთაშუა ზღვის დიეტებს და სიმსივნეს, ხო, აქ არის პირველად სადაც ვახსენებ ეს ჰორმონზე დამოკიდებული მიწერია აქ, იმიტომ რომ ჰორმონზე დამოკიდებულ სიმსივნეს კონკრეტული მექანიზმი აქვს, რაც აი იუთანს არის კავშირი, მაგრამ იუთს უფრო მერე ვახსენებ. ამის უფრო ლექციის დროს გავგებ რა, მექანიზმები თვითონ სიმსივნის გამომწვევი და მაგათად თანამედროვე კვლევებში არის ძალიან ბევრი კვლევა შიმშილზე. შიმშილი როგორ მოქმედებს სიმსივნეზე. ბევრისთვის შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამაზე ძალიან ბევრი კვლევა არის. ვალტერ ლანგო არის მკვლევარი, ვინც ატარებს ზირთადად სიმსივნის პაციენტები არიან, ვინც ჩვეულებრივ სტანდარტულ მკურნალობას გადიან, ამასაც ხსნიან სტანდარტული მკურნალობა რა არის, ჯერ ოპერაციას, შემდეგ ქიმიოთერაპიას და ზირთადად ქიმიოთერაპიამდე 3 დღეში მშილობენ ეს პაციენტები, თუმცა ეთიკური ნორმების გამო თლიანად ვერ შიმშილობენ, 500 კალორიას იღებენ საკვებს, მაგრამ ეს 500 კალორია არის შერჩეული ისე, რომ ცხიმი იყოს დიდწილად ცხიმი და ესეთი მარტივი ნახშირწყლები ბევრი არ იყოს, მოდი ისე არის მორგებული, რომ ადამიანის სხეულმა ვერ იგრძნოს, რომ შიმშილიდან გამოდის. 3 დღე და 1 დღე თვითონ ქიმიოთერაპიის პირველ დღეს, როდესაც იკეთებს. ესეთი ამზე ბევრი არის, მოდეს უკვე ეს შეიძლება ერთ დღეს უკვე სტანდარტული მკურნალობაც გახდეს, ძალიან საინტერესო კვლევები არის ამაზე. მეც მე ამ მოტივირებული ამისგან ბევრი ვიშიმშილე მეც, რამოდენიმე 4 დღიანი შიმშილები კონკრეტულად 4 დღეზე არის ეს კვლევები, ამიტომ მეც 4 დღე ვშიმშილობდი რამოდენიმეჯერ და ეხლა შემოხდა დიად აღარ ვშიმშილობ, მოდი ამზე შეიძლება მე საუბარი რა, იმიტომ რომ რეალურად კარგი არის შიმშილი, როდესაც სხეულში არის ანთება, როდესაც არის დაზიანებული მიტოქონდრია, მაგალითად ეს მიტოქონდრიას რო ავხსნით, მე უფრო გასაგები იქნება, მაგრამ მიტოქონდრია ზიანდება, შიმშილი რეციკლირებას აკეთებს ამ დაზიანებული მიტოქონდრიის, რას ნიშნავს, რომ მიტოქონდრია აკეთებს ენერგიას და თუ დაზიანებული არიან, ნაკლებად ეფექტური თუ არის, ნიშნავს, რომ იგივე საკვებით აკეთებს ნაკლებ ენერგიას, ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს, არაეფექტური ხდება დროთა განმავლობაში, ასაკთან, რაღაც დროსთან ერთად, ასაკი თვითონ უჯრედის ასაკს გულისხმობ, ეს ხდება და შიმშილი ამას წმენს რა, რეციკლირებას აკეთებს, ძველ უჯრედებს ჭამს შენი სხეული, აპოპტოზი ხდება ამ უჯრედების და შემდეგ ჩვეულებრივ ენერგიად იყენებ და მერე სტემსელები გამოიყოფა, ეს ღეროვანი უჯრედები გამოიყოფა, რომელიც თავიდან აწყობს იმ აქ ბევრი მარიცის, რომ ხანდახან გულით და სხვა ორგანოების პატარავდება. რომ ზომაში უფრო პატარა ხდება შიმშილის შემდეგ. ახლა 4 დღე შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ზოგი 1 კვირაც შიმშილობს, 2 კვირაც ორგანოები პატარავდება და შემდეგ ეს ღეროვანი უჯრედები მობილიზაცია ხდება უფრო დიდი რაოდენობით და ახალი უჯრედებით ხდება ამის ჩანაცვლება, უფრო ჯანსაღი უჯრედებით. მაგრამ თუ ჯანსაღადი კვებები მგონია, რომ ეს არ გჭირდება, ეს უფრო არაჯანსაღი კვების შემთხვევაში გემართება, აი კვების და სიმსივნის კავშირსაც ნაწილობრივ გავარჩევთ, ამას ნელა ვიწყებ აქ. მერე უკვე მე-7 ლექციაში უფრო ღრმად არის ამ ტოქსინებზე, თვითონ აი რა დაბინძურება ხდება ეს თევზებზე, რაც ვახსენე, ცხოველებზე, პესტიციდებზე. ყველაფერს ვახსენებ და რა კავშირი აქვს ამას ავტოიმუნურ პრობლემებთან, განსაკუთრებით ეს აი PFAS, ამაზე თითქმის საერთოდ არ არის ქართული წყაროები, ეს ეფლონისგანაც კეთდებოდა PFAS ერთ-ერთი ფორმა არის PFA, ეს PFAS, როგორც წერდა, ასევე PFOS არის. და სხვა ფორმები და ამ ნივთიერების ძალიან ბევრი ვარიაცია არსებობს ქიმიური და ძალიან შეიძლება გამოიყენებოდა ტაფებში, მაგრამ ასევე ძალიან ბევრ სხვა ინდუსტრიაში გამოიყენებოდა, ბევრ მასალაში არის. ბევრს გონია რომ აღარ არის, ბევრს ძალიან დიდი მარკეტინგი გააკეთეს, რომ თითქოს ამოიღეს ეს პროდუქციიდან და უფრო ჯანსაღი ალტერნატივა მოუნახეს, მაგრამ ახალი კვლევების მიხედვით ზოგი ეს ალტერნატივა უფრო არაჯანსაღი არის, ვიდრე თავიდან რაც იყო. იმის გამო, რომ ახალი
ახალი ნივთიერება შეუძლიათ ისე შემოიტანონ, რომ ტესტირება არ გააკეთონ. ანუ ამ კომპანიებს მე დავასახებთ ამ კომპანიებს, მე ამ კომპანიის უჩივლეს 400 მილიონი წააგეს. ეხა მოგწოდოთ ტეფლონი იყო ერთ-ერთი ტეფლონი მასალა არის, მგონი თვითონ ტაფას ქვია. კომპანია დუპონტი არის. დუპონტი არის ამერიკაში კომპანია, მაგრამ ასევე ევროპაშიც იყო ესე. ევროპაშიც იგივე მოხდა, ანუ ევროპაში იყო კომპანია 3M. ეხაც ძალიან ბევრ რამეს აწარმოებს, ან სამშენებლო მასალებს, რაღაცებს, იგივეს აკეთებს რეალურად და 3 მილიარდ დოლარ, 3 მილიარდ ევროზე არის უკვე ევროპაში არის სასამართლო და კიდე სხვა სასამართლოებიც არის. ამის წინააღმდეგ, ნუ ეს პირველი შემთხვევა რო იყო, მაგის შემდეგ ცოტა დაიძრა მიმართულებით, მაგრამ რავი, ტრამპი რომ მოვიდა, ახლა ყველა ეგ დავა შეწყვიტა და ანუ ამერიკაში აღარ ხდება ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში ანუ ყველა რეგულაცია მოხსნა, რაც იყო ამ FIFA-ს ზის გარშემო. ნუ არ ვიცი, მოიდა ამას უფრო დეტალურად ლექციაზე ეს FIFA-ს ის შესახებ, ასევე დარიშხანი, ვერცხლისწყალი, ტყვია, კადმიუმი, ნუ ესენი არის, ალბათ რო ვაჭერ გადადის უცებ შემდეგზე. ეს არის მძიმე მეტალები. მძიმე მეტალები როგორ ხდება გარემოში, საკვებში, წყალში, როგორ შეიძლება რო ავირიდოთ თავი, მეტად წყალში ყველაზე მარტივია ფილტრის დაყენებით, ეს ფილტრი როგორი შეიძლება დაყენდეს შემდეგ მაგასაც გავარჩევ. იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს სუფთა წყალი რომ მიიღო, იმიტომ რომ ბოთლის წყალს რო ყიდულობ, ბევრი მეუბნება ხოლმე რომ ბოთლის წყალს ყიდულობ, ვონკანის წყალს არ ვსვო, მაგრამ რა გარანტია რომ იმ ბოთლის წყალში არ არის უარესი ან უკვე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თან სტანდარტი არ არის არანაირი ევროპული სტანდარტი, რომ რამე საკონტროლებდეს ან შეიძლება არის რაღაც ზედაპირულად, ახლა ფორმალურად რაღაც კომისია იქნება, ვინც ამას ამოწმებს, მაგრამ ძალიან რთულია ახლა მეტად ბაკურიანის წყალზე ხო იყო ის შემთხვევა, ბავშვმა დალია და მოიწამა. ეგ რეალურად ერთჯერადი შემთხვევა არის და ახლა ხშირად არ ხდება ეგეთი რაღაც, მაგრამ მაინც რამდენად სანდოარი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ეს წყალზე საკვებზე გავარჩევთ. შემდეგ უკვე ჰაერის დაბინძურება, ეს PM2.5 VOC-ის CO2, ეს უკვე ეს CO2 აქ რომ იწერია, იმ CO2-ს არ გულისხმობ გლობალურ დათბობას რო იწვევს. მაგაზე ოდნავ რა მაგაზეც ვილაპარაკებთ თავიდან და ეს გლობალური დათბობა რაღაც რა კავშირში არის საკვებთან, მაგრამ აქ არის საუბარი CO2, რომელიც ოთახში არის. ანუ რომელიც შენობაში არის, ძალიან გასხურებისგანაა გამოწვეული. გასხურები, მაგრამ ასევე ხალხმრავალ სივრცეში შეიძლება CO2 ძალიან მაღალი იყოს და ესეც სხვა პრობლემებს ქმნის. აქ განსაკუთრებით აი გასხურებზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ბევრმა არის გასხურების საფრთხე. მეტად ახლა განვითარებულ ქვეყნებში ძალიან მომატებული არის სიმსივნეების რაოდენობა, ყელის სიმსივნე. ყელის სიმსივნე როგორც ესეთი სულ იყო ასოცირებული და ნუ ეხაც ანუ ძალიან დიდი ასოციაცია სიგარეტის მოწევასთან, ანუ წეველებს 90% 90 ჯერ უფრო, არ 90 ჯერ, ანუ 10 ჯერ უფრო დიდი ალბათობა აქვს, რომ დაემართოთ 90% ვისაც ემართება ყელის კიბო, ანუ სიმსივნე. სულ სიგარეტის მწევრები არიან, მაგრამ არის ის 10% და ეს 10% იზრდება დროთა განმავლობაში. და ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრება ეს ძალიან ჰერმეტიული სივრცე რო გვაქვს შენობაში და გასხურა რო არის ჩართული და ეს ნაწილაკებსაც გამოყოფს ამ CO2-ს, მაგისგან ეს ერთ-ერთი ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორია, ანუ სხვა, ანუ ეს მძიმე მეტალების მოქმედებს, ის ყვება, ანუ არაჯანსაღი ყველაფერი მოქმედებს ერთად, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელი არის. ნუ ეს რადონი, მიკროპლასტმასები, ნუ ამას ყველაფერს გავარჩევთ. ფორმულა ხო, იმიტომ რომ ეს აი მძიმე მეტალებზე რადგან ლაპარაკობ, ეს ფორმულაში ხო ძალიან ხშირად ეს მძიმე მეტალები. თითქმის ყველგან, ანუ განვითარებულ ქვეყნებშიც, ამერიკაში, ევროპაში ყველაზე ნაკლებად, ევროპაში უფრო უკეთესი რეგულაციებია, მაგრამ მაინც თითქმის შეუძლებელია, რომ აი ეს მძიმე მეტალები არ მოხდეს საკვებში, იმიტომ რომ ძალიან გადამუშავებული არის. ძირითადად სვაი თავიდან რომ მეკითხებიან, სულ მეკითხებიან რა უნდა ვჭამო პირდაპირ. ან პირდაპირ ეგ შეკითხვა არის ხომ პირველ ლექციაზე, ან როგორც კი ვიღაც მოდის, რომ ანუ რა უნდა ვჭამოთ. ან პირდაპირ გითხარი რა უნდა შევჭამოთ და შევჭამოთ, მაგრამ მე გითხრათ რა უნდა ჭამოთ, არ შეჭამთ, იმიტომ რომ არ გეცნობენ რატომ უნდა ჭამო. და ანუ რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა მე გითხრა რომ მაგიტომ ყველაზე მარტივად და ყველაზე მოკლედ ვიძახი ხომ სულ რომ ნაკლებად, რაც შემა ნაკლებად გადამუშავებული პირველი ფორმით საკვები. ან პირველი ფორმით, რაც უფრო აი მეტად შუასაც თუ ყიდულობ, პირველი ფორმით უნდა იყოს, ანუ ესე იგი ყველაზე დიდი ზომის რაც არის, ანუ მეტი დრო რო ჭირდება უფრო
მოხარშოს დამზადებას 10 წუთი რომელსაც აწერიან 15-20 ყველაზე მეტი დრო რომელსაც აწერია ეგეც უნდა ჭამდეთ იმიტომ რომ მაგაში ცხოვრება არის უკვე და ხო ძირითადად პირველი ფორმით საკვები ეს BDNF ეს უკვე საუნასთან ეს საუნას და BDNF-ს ვაკავშირებთ BDNF არის ქართულად ხა აღარ მახსოვს ქართულად მიწერია ფაქტორი არის ტვინის ერთ-ერთი მოკლედ ხომ ერთ-ერთი ფაქტორი არის ტვინის მოედეს მეხსიერებაში ძალიან გეხმარება ძალიან კარგი არის იმისთვის რომ რაღაც დაიმახსოვრო რომ აუცილებლად უნდა ქონდეს ეს BDNF ანუ ამ BDNF-ის გარშე ფაქტობრივად ტვინის მეხსიერება არ მუშაობს დაზეპირება როდესაც გინდა რაღაცის და საინტერესო ის არის რომ ზოგ ადამიანს აქვს ამ BDNF-ის ბუნებრივი ნაკლებობა ანუ ბუნებრივად უფრო ნაკლებს გამოყოფს ვიდრე სხვა ადამიანი და უჭირს შესაბამისად ამ რაღაცის დაზეპირება ლექსის დაზეპირება შეიძლება გაუჭირდეს რა ეს ამოწოს ხოლმე ამაგათის მოყვანა იმიტომ რომ მე სულ ძალიან მიჭირდა ლექსების დაზეპირება და ეხლა ცოტათი მიჭირს ლექსების და რაღაც ესე ანუ უბრალოდ დასაზეპირებელი თუ არის კონტექსტის გარეშე ძალიან მიჭირს ამის გაკეთება და დღევანდელ დღეს უფრო მიმარტივდება იმიტომ რომ არის კვლევები რომ ეს BDNF-ი იზრდება და ნორმალურად არის ანუ აღარ აქვს დეფიციტი ამ ადამიანს როდესაც ვარჯიშობს ან საუნაზე მიდის დროსაც ვიძახი მე ან რამდენი დრო უნდა შეხვიდე კვლევების მიხედვით ნუ ძირითადად 20 წუთი არის ხოლმე რაღაც გრადუსზე თუმცა ნუ მცირე რაოდენობაც მცირე რაოდენობასაც რაღაც ეფექტი აქვს მაგრამ ნუ კონკრეტულად კვლევები რას ანახებს ამასთან დაკავშირებით ასე რომ მძიმე მეტალების ყველაფერზე საუნა ძალიან კარგი საუნაზე ძალიან ბევრი კვლევები ესაა ბიომედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე გამოკვლეული არის იმიტომ არის ასევე სიცივის თერაპია ზოგიერთებს მაგათად პირიქით ცივ აბანოში ჩადიან ან ის ცივი ყინულებში ჩადიან მაგაზე არ არის ესეთი მაგაზეც არის კვლევები მაგრამ არ არის ესეთი კარგი კვლევები ესეთი კარგი შედეგები არ აქვს როგორც საუნას ბევრად უკეთესი შედეგები აქვს ეს დეტოქსისთვის ამ ბევრ სხვა ფაქტორ ბევრ სხვა რამეზე ეს BDNF-ზე სიცივეს აქვს უფრო კარგი შედეგი გამოფხიზლებისთვის ანუ კარგი დილით მაგრამ ვარჯიშის შემდეგაც მაინც და მაინც არ არის კარგი ანუ ანთებას ამცირებს მაგრამ მან უკვე მიდის საუბარი იმაზე რომ შეიძლება ის ანთება რომელსაც ვარჯიში ქმნის იყოს აუცილებელი და ეს რომ ამცირებს ამ ანთებას უეცრად ვარჯიშის შემდეგ ადაპტაციას ამცირებს ვარჯიშის ანუ კუნთი რა ადაპტაციას საკეთებს ამ ვარჯიშისადმი ამას ამცირებს და კარგი შედეგები არ აქვს ანუ კუნთის გაზდა არ ხდება უფრო მეტი როდესაც სიცივეში შედიხარ ბევრი სპორტსმენი თავიდან აკეთებენ ამას ანუ ბევრი სპორტსმენმა თავიდან დაიწყეს ამის კეთება ეს თავიდან ძალიან ყველაზე გონდა რომ ძალიან კარგი იყო და მე ეს კვლევები უფრო მეტი რო გაკეთდა აღმოჩნდა რომ ანუ არც ისე კარგი ყოფილა და ეხლა ძალიან იშვიათად ან შევა დილით გააკეთო მაგრამ ვარჯიშის შემდეგ გამორიცხულია ან ვარჯიშის ამდეც შეიძლება გამოფხიზლებისთვის არის კაი საუნის მერე ცივი წყალი უკვე აი კონტრასტულად როცა იღებ მაგას თავისი დადებითი და უარყოფითი არ დადებითი აქვს ძირითადად ცირკულაციას აუმჯობესებს და არის ასევე პოტენციურად შეიძლება ცირკადიული რიტმი დაარესეტოს ნუ ცირკადიული რიტმი არის სამოსია მოგეთ ცირკადიული რიტმი არის დღეღამის ციკლი ან დღეღამის ციკლი რაც ბუნებრივად აქვს ჩვენს სხეულს აღიქვავს ან დღეღამეს სულ ანუ ან მზეზე რო გადიხარ შენ სხეული აღიქვავს ან გონების გარეშე ან ესა სხეულის დონეზე მაგის დარესეტება შეიძლება ანუ სრულიად ანუ არ ვიცი ანუ ამის ფიზიკურად როგორ შეიძლება ამის გამოყენება ან ცოტა რთულია მაგაზე საუბარი მაგრამ რაღაცა ეფექტი აქვს ამასწავლე ძილზე რა ანუ ძილზეც ვისაუბრებ მოკლე ეპიზოდი მექნება სადაც ძილზეც ვერ ვახერხებ ძალიან ღრმად ვერ ვსაუბრობ იმიტომ ძილზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს აი მეთიუ ვოკერი არის მაგალითად ბევრი პიროვნება არის ვინც ლაპარაკობს ძილზე მაგრამ საბოლოოდ უბრალოდ იმას ეხება რომ უნდა გეძინოს და ანუ ეს 8 საათიან რაღაც და საბოლოოდ მაგის იქით ნახო რა თქმა უნდა ცოტა ძილი ცუდი არის და ანუ მე არის უბრალოდ აი რა დაავადები რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ან მაგაში შეიძლება უფრო ღმად შევიდეთ თორე ისო ძილი საჭირო არის ანუ მაგაზე ახლა ძალიან ბევრს ვერ ვილაპარაკებთ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება ეს საუნას ყოფილი ეხმარება და საუნას კი ძილზე ძალიან კაი და ასევე აქ მექნება ძილზე ნეგატიურად რაც მოქმედებს აქ მოგვიანწევ აი კოფეინი ალკოჰოლი როგორ მოქმედებს ძილზე ნუ მაგაზეც იქნება საუბარი აკვე ნიადაგზე
ნუ ესეც გამოდის, რომ ესეც ასე მდგრადობის თემას ეხება, იმიტომ რომ ნიადაგის დეგრადაცია ერთ-ერთი მდგრადობის თემა არის, ანუ ნიადაგის დეგრადაცია ხდება, ეს ორგანულ მასას კარგავთ, რაც არის ნიადაგში, შესაბამისად ნაკლები მოსავალი მოდის, უფრო მეტი პესტიციდი, უფრო მეტი სასუქი არის საჭირო და ეს ლევს იმ რესურსს, ის ფერმერის ნაკლებ მოგებას აკეთებს, ანუ მოგებას საბოლოოდ აკეთებენ მარტო ის კომპანიები, რომლებიც უშვებენ იმ სასუქებს და პესტიციდებს და იმ ქიმიკატებს. და ძალიან სწორდება იმ ფერმერს, რომელიც ჩვენ წინაპრები სულ მაღაზია იყვნენ დამოკიდებული, ხო? ანუ შეეძლოთ ყველა ადამიანს შეეძლო ფაქტობრივად თავის გამოყვება და ეს იყო ნორმა და დღევანდელ დღეს ისე არის, რომ უკვე ის ფერმერიც ძლივს, ანუ ჩვენ ქალაქში ვინც ვართ იმაზე ვარ დამოკიდებული და უკვე ისინი თავისთვისაც უკვე შეიძლება რაღაც ეტაპზე ვეღარ მოიპოვონ ის რაოდენობა. ანუ წევთ ამ პესტიციდების გამოყენებით, რაც შემდეგ უკვე ამ ქრონიკულ პრობლემებს აუარესებს, ამ ავტოიმუნურ პრობლემებს კიდევ უფრო მეც აჩენს და ну, აქ გადასაფიქრებელია ძალიან ბევრი რამე ამ ინდუსტრიაში აქ. ну, ამაზე კურსიც აქვს, მე ჩვენ აკადემიაში აქვს კურსი ასე რეგენერაციულ აგროკულტურაზე და ну, რაღაცებს შევეხები, ანუ აქაც ძირითადად კვებასთან საჭმელთან აკავშირში არის, აი ჯიშები მაგერთად რა განსხვავება არის. ის აქ ამიწერეთ GMO-ები, ხო, ძალიან ბევრი კითხობს ხოლმე, ეს აი გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები. რამდენად საშიში არის, რა გავლენა აქვს, რა ფორმით არის მაგათ ჩვენ საკვებში. იმდენად სადარდებელი არის, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ჯერჯერობით არ არის, ანუ გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლები ძალიან იშვიათი არის. ძირითადად ზდიან ამერიკაში იმისთვის, რომ ამ ცხოველებს აჭამონ, ან ძირითადად ძროხებს აჭამონ, ხოლმე ღორებს, ქათმებს, სიმინდს, რომელიც არის ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული. და შაქარი ასევე არის გენეტიკურად მოდიფიცირებული, მაგალითად ეგ ორი სახეობა არის ყველაზე ხშირად და სოიო. ანუ ესეც ისევ ძროხებს აჭმევენ, ამ ცხოველებს აჭმევენ. ადამიანებისთვის ძალიან იშვიათი არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროტესტი მოყვა, ძალიან ბევრჯერ ცადეს და სულ ძალიან დიდი პროტესტი მოყვება ამ ტაილანდში. პატარა 1 ჰექტარიც არ იყო, მგონი 100 მეტრზე იყო გაშენებული ბრინჯი, გენეტიკურად მოდიფიცირებული და ღობე დაანგრიეს. არის ვიდეო არის ხალხი ღობეს ანგრევს და გადავიდნენ და ამოთხარეს და დაწვეს თუ რაღაცა, ანუ აი იმდენად არ უნდათ ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული და ჯერჯერობით თავს ვერ ახლავენ მოსახლეობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ალბათ ეს უფრო ხშირი იქნება. დღევანდელ დღეს ყველაზე ხშირად რაც გამოიყენება ეს ჰიბრიდული ჯიშები არის. ჰიბრიდული ჯიში ნიშნავს გამოყვანილ ჯიშს, ანუ არის რაღაც თესლი, რომელიც გამოყავთ ძირითადად ლაბორატორიულ უფრო ისე დახურულ სათბურში, შემდეგ ამ დახურულ სათბურში ამრავლებენ და მე ანუ ამ თესლებს ყიდიან. ამასაც თავისი უარყოფითი ეფექტი აქვს, მაგრამ არ არის ისეთი საგანგაშო ჯერ. ანუ ერთ-ერთი ის არის ვიტამინების რაოდენობა ოდნავ უფრო შემცირებული არის, ანუ 1/3 ძირითადად 1/3, 1/5 სხვადასხვა ვიტამინების რაოდენობა მცირდება, იმიტომ რომ მოსავალს ზრდი, ან ძირითადად აქცენტი იმაზეა, რომ მოსავალი გაიზარდოს, უფრო მეტი პომიდორი მოვიდეს. და უფრო დიდხანს გაძლოს, ანუ უფრო ნელა გაფუჭდეს, გემო ეკარგება სრულიად ამის გამო. არანაირი გემო აღარ აქვს უკვე დღევანდელ პროდუქტებს, ან ჰიბრიდული ჯიშები რაც არის. შემთხვევით თუ შეგხვდათ, ანუ აი ფერმერის ეს აი ცოტა დამპალი და მატლიანი და რაღაცა ეგ შეიძლება წესიერი გემო კონდეს, თორე დღევანდელ დღეს უკვე არაფერს გემო აღარ აქვს ამის გამო, რომ ჰიბრიდული ჯიშები ისე იგი ერთი რომ სპეციალურად აჯვარებენ, რომ ისე დიდხანს არ გაფუჭდეს და ესეც გემოს უფუჭებს, მეორე ის რომ დიდი მოსავალი უნდა, თან უნდა რომ ერთი თესლისგან მიიღოს მეტი მოსავალი. მეტი მოსავალს როდესაც იღებ, ნიშნავს რომ თან ძირითად შემთხვევაში ფესვიც უფრო პატარა აქვს ამ მცენარეებს. ამ ფესვი თუ უფრო პატარა აქვს, ნიშნავს რომ უფრო ნაკლებ ვიტამინს იღებს, უფრო ნაკლებ მინერალს იღებს ნიადაგისგან და გაძლევს უფრო მეტ პროდუქტს. ლოგიკურად ისე იგი განაწილებულია უფრო მეტად. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ისეთ საგანგაშო არ არის, ანუ ისეთი ფორმით ვერ ახდენენ ჯერ ამ მცენარის ანუ მაინც ბუნებრივად უწევთ შეჯვარება. ანუ ეს არ არის ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული უკვე რომ თითო გენის შეცვლა შეგიძლია, ეს არის უბრალოდ შეჯვარება და გამართლება, რომ ისეთი ჯიში გამოვიდეს, რომ შენ რომელიც გაწყობს. ну ჯერჯერობით ბუნების კანონებს არ ვარღვევთ, მაგრამ ну რაღაც ეტაპზე ეს პრობლემებს შექმნის. აქ საუბარია აი გლუტენის აუტანლობაზე. გლუტენის აუტანლობა უფრო ну ვისაც არ აქვს ეს პრობლემა, არ არის დიდად ეს სადარდებელი, მაგრამ მაინც ვახსენებ ვისაც აინტერესებს ეს გლუტენის აუტანლობა, მაინც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ზოგი ადამიანისთვის და ისაც საინტერესო თემა არის, თქო ხშირდება დროთა განმავლობაში და მაგაზე ვსაუბრობ, ძირითადად კუჭის მიკრობიომთან არის კავშირი. აქ დეტალურად გამოვიხილავთ ამ ლექციაში მგონი არა, მაგრამ
შემდეგ რომ ვიღაც ლექციაში არის აი კუჭის მიკრობიომზე უფრო დეტალურად ეს ანტიბიოტიკებიც როგორ მოქმედებს, მაგრამ ასევე აი ბევრი ფაქტორი ძალიან საინტერესოა კუჭის მიკრობიომზე არ არის ბევრი კვლევები, ძალიან აი მეც რო უსმენ სვერას კვლევებს ახსენებენ, მაგრამ აი ძალიან პატარა კვლევები არის ჯერჯერობით და არ არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ძალიან გადამწყვეტი არის. ახლა მე რო გითხრათ, რომ ან რამე წამალი, ან რამ დანამატი, ან აი ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს კუჭის მიკრობიომის შესახებ. ერთ-ერთი შეგვიძლია რომ ხელი შეუწყოთ და უბრალოდ მაქსიმალური ჯამთეი რო იყოს რაც ვიცით იმით, მაგრამ ამომწურავად არ გვაქვს ინფორმაცია, რაც ვიცით იმ ინფორმაციას მოგაწვით. ну აქ უკვე ვიტამინებზე ვიწყებ საუბარს, ხო, რადგან მინერალებზე ვსაუბრობ, რაც ნიადაგში არის, ასევე ამ მინერალებს უკვე დავიწყებ ახსნას ამ მეორე ლექციაში მინერალებს, ვიტამინებს და გონი აქ ძირითად ყველაფერს ვეხები, ეს აი ვიტამინებს და მინერალებთან დაკავშირებული რაც არის ვიტამინ D, B12, ვიტამინ K მიწერია, მაგრამ სხვასაც შევეხებით აქ. ამ ლექციაში ვერ მოვასწრებთ, იქნება უკვე მე-9 ლექციაში. აქ იქნება უკვე სრულყოფილად რა, ანუ რა ვიტამინ მინერალებს ვერ შევეხეთ წინა ლექციაში აქ ყველაფერს შევეხებით და ასევე აქ იქნება იოდის თემის უფრო ვცლად განხილვა, ეს აი ფტორი, ქლორი, ბრომი, იოდი რომ იწერია ეს ყველა არის ჰალოგენები. ამ პერიოდულ ტაბულაზე არის ერთ ზოლში არის და ეხა ამის ახსნას ძალიან ბევრი დრო ჭირდება, ამას ისე მოკლედ ვერ აგიხსნით, მაგრამ კონკურენტობას უწევენ ერთმანეთს და პრობლემა იქნება, როდესაც გამეთე გარემოში არის ქლორი, ხო, ანუ ვიცით დასალევ წყალში მეთე და ონკანის წყალში ყოველთვის არის ქლორი დამატებული და ეს ქლორი დამატებული როდის კარგი არის, იმიტომ რომ ისე ბაქტერიები გამრავლდება, რომელიც სხვა დაავადებას გააჩენს. ანუ აუცილებელი არის ქლორი, მაგრამ ეს ქლორი მივიღეთ და ამოვიღეთ იოდი, ანუ იოდის ჩანაცვლება ხდება. ან იოდი შენ სხეულში, როდესაც იღებ ერთ-ერთ ჰალოგენს, მეტად ქლორს, ეს აიტებს ჩანაცვლებას იოდის, ანუ იგივე ადგილს იკავებს და ქლორი რაღაც რაოდენობა საჭირო არის კიდევაც, ანუ ამ 4-დან რეალურად ქლორი და იოდი არის ერთად, რომელიც საჭიროა. ეს ფტორი სრულიად ტოქსიკური არის. ბრომიც შეიძლება ну, ძალიან ბევრი ცუდ რამეს იწვევს, ან ბრომიც და ფტორიც ეს ახლა დიდი რაოდენობით რომ მიიღო საწამლავი არის. ქლორის დიდი რაოდენობით რომ მიიღო საწამლავი არის. ну, იოდი არის ერთადერთი აქედან რომელიც არ მოგწამლავს. და ну, ამას უფრო დეტალურად რო აი იოდიზირება ვახსენებს, იოდიზირება ძალიან წარმატებული იყო, ან ესეთი ყველაზე წარმატებული საზოგადო ჯანდაცვის ну, ესეთი აი ქმედება არის რა, ანუ ესე ერთი ქმედება, რომელსაც ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა ჩიყუზე. ან ჩიყვი აღარ არის ან ესეთი პრობლემური დღევანდელ დღეს, მაგრამ მე რო კომიტის იმას საუბრობ, საკმარისი არის ეს არის საკმარისი თუ არა ჯანმრთელობისთვის, ან იმისთვის რომ შენ სხეულმა 100% ოპტიმალურად იმუშაოს და რა გავლენა შეიძლება გქონდეს მე ამ იოდის ნაკლებს. ხა იოდის ნაკლები არის ძალიან ენდემური პრობლემა არის ფაქტიურად საქართველოში, იმიტომ რომ თითქმის ყველას არ ანუ ძალიან დიდ რაოდენობა მოსახლეობას განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში და არა მარტო მაღალმთიან რეგიონებში, რეალურად ზღვასთან ახლოს ვინც არ ცხოვრობს, თითქმის ყველას ამ მდინარესთან უშუალოდ ახლოს არ ცხოვრობდა, ანუ დღევანდელ დღეს პირიქით იმ მდინარეში უკვე ეს ბრომი, ქლორი და ასე შემდეგ ნივთიერებები ხდება და ქიმიკატები, რომელიც მაინც იოდს ვერ მიიღებ დღევანდელ დღეს, რაც ამდა თევზი ჭამო, გაგიჭირდება მაინც იოდის მიღება, ანუ საკმაოდ რთული არის. ზღვის მცენარეებიდან უფრო მეტად შეიძლება და ნუ ვარჩევთ ამ ბუნებრივი წყაროები, მე რაც დანამატების სხვა ფორმები, რაც არის რა გავლენა შეიძლება გქონდეს. აქ ასევე ეს აი ოზემპიკი, ძალიან საინტერესო არის ოზემპიკის მექანიზმი, როგორ მუშაობს. ძალიან ბევრი არ იცის, ან ძალიან ბევრისთვის მაგავსნე აი ბევრი ამით გახთომის როდესაც ხმარობენ, მიზახიან რომ არ გახთომისთვის არ არის, დიაბეტისთვის არის და ანუ არ უნდა გამოიყენოს ამ ადამიანო გახთომისთვის რატო ხმარობენ, მაგრამ რეალურად გახთომა არის ის მექანიზმი, რითიც დიაბეტს შველის, ანუ რეალურად დიაბეტის ასევე, ანუ ამას ხსნი მეორე ლექციაში დიაბეტს კარგად და მან ხსნი რომ ეს თავი მიზეზი ამ დიაბეტს რაც იწვევს, ანუ წონა არის. ეს თავი მკვლევარი ძახს ამას იზახის როი თეილერ, ინგლისელი მკვლევარი არის და მთავარი არის ცხიმი. ანუ ცხიმი არის მთავარი პრობლემა. განსაკუთრებით ღვიძლში, ანუ ღვიძლში როდესაც არის ცხიმი. ანუ ეგ არის მთავარი და ნუ მე კიდე სხვა ფაქტორები, ნუ ეს შაქარი ყველაფერი უკვე სიმპტომები არის, ანუ უნდა შეამცირო ეს ცხიმი რომელიც არის ღვიძლში და მე უკვე თითქმის ყველა შემთხვევაში ეს პრობლემა გვარდება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თუ არ ქონდა ეს
და უკვე ანტისხეულები თუ არ გამოიყო და ღვიძლის ბრძოლა თუ არ დაუწყოს სხეულმა, მაგამდე შეგიძლია რომ უკუსლა გაიგო. მეორე ტიპის დიაბეტის თითქმის ყველა შემთხვევაში უკუსლად ესე განკურნებადი არის, ან შეიძლება რომ ადამიანმა მოისჩინოს. მეორე ტიპი მან ხო გავარჩევთ ამ სხვა ტიპებს და ყველაფერს. ოზემპიკი ეს რეზვერატროლიც საინტერესო არის. ამაზე ხა რეზვერატროლი არის ახალგაზრდობის ну აი მთელი მარკეტინგი ხდება. სიმართლით აქ უფრო მარკეტინგი არის ვიდრე რეალობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მარკეტინგი ხდება, რომ ეს ახალგაზრდობა შეიძლება ამით, იმიტომ რომ ერთ-ერთ ბიომარკერს აუმჯობესებს. ერთ-ერთ ბიომარკერს ეს ტელომერებს, ქრომოსომების დაბოლოებები, რაც არის ამას ახსნი მე რა ქრომოსომების დაბოლოებები, რაც მოკლე აქვს ადამიანს. ეგ ძირითადად აღნიშნავს ბიოლოგიურ ასაკს ამ ადამიანის, ანუ უფრო ასაკოვან ადამიანს უფრო მოკლე ტელომერები აქვს, ანუ ეს ქრომოსომის დაბოლოებები. და ეს რეზვერატროლი ვითომ აგრძელებს, მაგრამ არ არის იქ ბოლომდე სიმართლე არ არის. ბერბერინი, ესეც ანუ მეცარ ძალიან ანუ მოწინააღმდეგე არ ვარ, ანუ ყოველ მზად ვარ ყველანაირი ახალი ინფორმაცია მივიღო, მაგრამ ეს დანამატები ძირითადად შემთხვევაში ეს აი რეზვერატროლი, ბერბერინი ძალიან ბევრ საფრთხეს მოიცავს, რომელიც არ არის ხოლმე წინასწარ გააშკარავებული, ანუ მოხმარებელი მიწყიდვობს დანამატს, აი ძალიან ბევრის რომ მივდივარ, სულ ვიღაცან მულტივიტამინი აქვს, სადაც აი ისეთი შემადგენლობა აქვს, რომ მე მეშინია და ან მეუბნები რომ არ დალიო და ჯობია გადააგდო და ან მეუბნები რომ მაშინ სხვას მივცემ რაღაც, ანუ ეგეც რო არ არის რეკომენდებული, ან ჯობია რომ საერთოდ გადააგდო, ანუ ისეთი შემადგენლობა აქვს რა. ეს ბერბერინი, რეზვერატროლი ხო, მარტო დანამატები მარტო მხოლოდ საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკლებობა არის. ნაკლებობის გარეშე არ არის რეკომენდებული. თევზებზეც ვილაპარაკებთ, მაგრამ ომეგა-3 რამდენად რეკომენდებულია, რა ფორმით. მე ახსნათ ჯობია, იმიტომ რომ ცოტა ის არის, სხვა ფორმები არის და ხანდახან პრობლემები არის, მაგრამ ეს პრობლემები ყველა ვიტამინს აქვს, ეს დანამატები, საერთოდ არ არის რეგულაცია არ არის ამის იგივენაირი როგორც წამლის, ან წამალი ძალიან უსაფრთხო არის, წამალს რო ყიდულობ, იცი რომ აუცილებლად ის წამალი არის, ინდური თუ არ არის. მაგ შემთხვევაში ძირითადად მანდაც არის ხოლმე დაცული, მაგრამ ნუ ხო ძირითადად წამალს ყიდულობ, იცი რა შემადგენლობაც არის შიგნით. რო ყიდულობ საკვებ დანამატს, არ იცი რა შემადგენლობა არის შიგნით, ძალიან ხშირად არის ხოლმე მძიმე მეტალებიც არის ხოლმე ძალიან ხშირად. იმის გამო რომ ეს აი ფხვნილის ფორმით როდესაც არის დამუშავებული, ხა ომეგა-3-ზე არა აქვს საუბარი, უფრო ეს სხვა ფორმის წამლები. ნუ ბევრი პრობლემა არის ხოლმე რა, მოედაქ ვიტყვი მე და მე რა რეკომენდაციას უწევ ხოლმე, ძირითადად უწევ ხოლმე წვეთების ფორმით რა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სუფთა ფორმა არის ხოლმე წვეთით, იმიტომ რომ მანდ არ არის ესე ბაინდერები, მოედა ესე რაც კრავს ამ ფხვნილს, ეგ არ არის და დამატებით ქარხანაში შემთხვევით, ყოველთვის რომ ქარხანაში შემთხვევით მოხდა რაღაც რკინა ან რაღაცა ხო შეიძლება მოხდეს და ეგ პრობლემაც ნაკლებად ჩდება. ნუ შემდეგ სტემუჯედების თერაპია, ეს სტემუჯედების თერაპია ერთადერთი საინტერესო არის ხტილის შეხორცება, ხტილის კი არა, აი გახევა თუ ხდება კუნთის. ფაქტიურად ან აი მენისკის გახევა ის სახსრებთან, მოედა აი სახსრებთან კი არა, ეს აი ძვლის მოტეხილობა არა და ანუ საერთოდ ქსოვილის აი გახევა როდესაც ხდება, მაგ შემთხვევაში ერთ-ერთი ის არის რომ ოპერაცია უნდა გაიგეთოს, ან სხვა გამოსავალი არ არის და ძალიან ბევრს აი რო მოусმენთ ესე მე რო უსმენ ესე აი ბიომედიცინის სფეროში ეს ვიღაცები ვინც არიან ხან ერიდებიან თვითონ ქირურგიულ ოპერაციას, იმიტომ რომ ქირურგიულ ოპერაციას თავისი რისკები აქვს. ან იკეთებენ ქირურგიულ ოპერაციას, მაგრამ მაინც პრობლემები აქვს, მე მხარის ფუნქციას ბოლომდე ვერ იღდგენენ, ან მუხლის ფუნქცია ბოლომდე არ არის ამდგარი. ძალიან ბევრი, ნუ ხა ეს არ არის ბოლომდე სტანდარტიზირებული სისტემუჯედებზე ბევრგან ვერ გაიკეთებს. ანუ ხა გერმანიაში მაგათად არის, რაღაც ქვეყნებში არის სტემუჯედებს აკეთებენ, ყველგან არ აკეთებენ. ჯერჯერობით აი ძალიან ბოლომდე გამოკვლეული არ არის მოვიდეს საერთოდ, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ გახეული ქსოვილის შეხორცებაში. ანუ ძალიან ისა რა, ანუ ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრ საქმეს ანეკდოტურად, მაგრამ ძალიან ბევრ საქმეს კარგი შედეგები. შეიძლება ანუ კარგი შედეგი და სულ შემთხვევაში არ ექნება უბრალოდ შედეგი. ძალიან ბევრი უარყოფითი ესე გვერდითი მოვლენები არ მინახავს მე ანუ სტემუჯედებზე. თუ ხო რეკომენდირებული მაინც არ არის, ანუ ხო არც მე პირადად არ გავუკეთებდი სტემუჯედებს ესე საჭირო რომ არ იყოს საუბარია, ნუ იმ ადამიანს ვისაც
სადა უკვე სტანდარტული მკურნალობა და რაღაც ეტაპზე ვერ მიიღო ის შედეგი, შეიძლება ესეც გამოიკულიოს. და შემდეგ აქ ფეხსაცმელზე, ან ამ ლექციაზე, ან სხვა ლექციებში ჩავთოთ ეს ფუნქციური ფეხსაცმელი, აქ საუბარია მინიმალურ ფეხსაცმელზე, რომელიც ისე იგი აქ მთელი მიმართულება არის ადრე ყოველთვის ნიშნავდნენ ამ ორთოპედიულ სუპინატორს და ყოველთვის გეუბნებოდნენ, რომ სუპინატორი უნდა გაიკეთო. დღევანდელ დღეს ბევრგან საქართველოშიც უკვე გეუბნებიან, რომ არ უნდა გაიკეთოს სუპინატორი. მართლა უფრო ახალგაზრდებთან თუ მიხვალ და უფრო მე მქონდა ეს გამოცდილება, ვიყავი ესეთ ვიყავი მე არა, მაგრამ ჩემი ახლობელი იყო ესეთ პიროვნებასთან, ვინც ზუსტად ეს ურჩია რა, რომ ეს მინიმალისტური ფეხსაცმელი ფეხის ტრავმის გამო. ან ფეხის ტრავმა აქვს და ურჩია ზუსტად ესეთი ფეხსაცმელი. ან რას ნიშნავს მინიმალისტური ფეხსაცმელი? მინიმალისტური ფეხსაცმელი არის თხელი ძირი აქვს, ან შეიძლება სქელიც იყოს ეს ძირი, მაგრამ არ უნდა იყოს ზედმეტად სქელი და ზედმეტად ხისტი. ან უნდა იყოს flexible, ხან უნდა იწელებოდეს. ანუ უნდა შეგეძლოს ამ ფეხსაცმლის დაკეცვა მაგალითად რა, ან გაშლა, ანუ ესე ფორმირება და ქუსლი არ უნდა ქონდეს. ან ყველაზე მნიშვნელოვანია ქუსლი არ უნდა ქონდეს და გაშლი უნდა იყოს ფეხის თითები, ან ფეხის თითებისთვის უნდა იყოს საკმარისი ადგილი, ანუ რეალურად უნდა ქონდეს ბუნებრივი ფორმა, რაც ფეხს აქვს, რაც ფეხს უნდა ქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და აქ ბევრი პრინციპები არის, ან ბევრი ანალოგიის მოყვანა შეიძლება, მაგალითად არკა რო ავიღოთ, აი შობი არკა რაც არის, აი ხიდი რო აიღო, ხიდს ყოველთვის აქვს ეს არკა. ხიდი ყველაზე სუსტი არის შუაში. ანუ არკის დაბოლოება, ანუ ეს ზედა წერტილი, სადაც მანდა ყველაზე სუსტი. ყველაზე ძლიერი არის კიდეებში, სადაც დგას ეს ხიდი, ან დგარები სადაც არის ამ ხიდის, ყველაზე ძლიერი არის. შესაბამისად ფეხის იგივენაირად მუშაობს, ხო? ანუ ფეხი ყველაზე სტაბილურად დგას, როდესაც წინ და უკან, ანუ სადაც ეს დგარები არის, ანუ მაგ ადგილას როდესაც აწოვი მთელი წონით. შენ შუაში, როდესაც ადებ ამ სუპინატორს, რომელიც ფორმა აქვს, მიღებული რომ შუაში მიედოს, ეს არანაირ უპირატესობას არ გაძლევს. ანუ ყველაზე მეტი შესაძლებლობა რომ ყველაზე დიდი ალბათობა რომ ტრავმა მიიღო მაგ ადგილას თუ გაწვევა, ну წონა რომ მაგ ადგილას დაგაწვეს. და ამას უფრო დეტალურად მე გამიხსოვთ, მაგრამ ამზე აქვს ძირითადად ხასახელი აღარ მახსოვს, მაგრამ ანთროპოლოგია არის ერთი კაცი ჰარვარდში მუშაობს და მაგას აქვს გაკეთებული, აი ფეხი როგორ ფეხზე დატვირთვა როგორ მოქმედებს, ან რო აბიჯებ ფეხს ჩვეულებრივ ფეხსაცმელით, რომელსაც სქელი ქუსლი აქვს, ან ესე ბილი ძირი აქვს, ძალიან დიდი დატვირთვა ხდება მომენტალური, ანუ ძალიან დიდი წნევა ხდება მომენტალური და მოდი არ ხდება თანაბრად, ან თანაბრად გადანაწილებული არის ეს წონა, დარტყმა არის ძალიან მომენტალური და შესაბამისად მე უკვე მუხლის, მენჯის და ფეხიდან იწყება რეალურად მთელი კანი, ან ფეხთან ყველაფერი დაკავშირებული, შეიძლება სკოლიოზი ქონდეს ადამიანს ფეხის, ბრტყელი ტერფის გამო, ან რაღაცა, ან ფეხის ფუნქცია თუ პრობლემური არის, მე უკვე მუხლი შეიძლება პრობლემური იყოს, მენჯი იყოს პრობლემური, წელი იყოს პრობლემური, ყველა ყოფილი სახეშიც კი შეიძლება რა, ანუ მოდი ძალიან ესე კბილებზეც რო ვილაპარაკებ, მან ვილაპარაკებ, ძალიან დიდი კავშირია ყველაფრის, ან როდესაც ფეხი და ყბა, ანუ ორთოდონტიკა, ანუ აი კბილების განლაგება და ყველაფერი ერთ სიბრტყეზე ან შეიძლება იყოს ორთოდონტული პრობლემის გამო შეიძლება ქონდეს ადამიანს სკოლიოზი, ან შეიძლება იყოს პირდაპირ კავშირში. მხედველობას, ბევრ რაღაცა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის რა. ნუ არის მთელი ლექციის გამოშვით ვცდილობ ეს ყველა თემა დავაკავშირო, რაც ჩემთვის ცნობილი არის. ძირითადად გონი ყველა თემას ვეხები, ნუ აქ უჭის მიკრობიომი, MSG-ები, ქართული ქიმიის ბოლოს MSG-ებიც, აი ქართულად რო ვაგოთ, თითქმის არანაირი წყარო არ არის MSG-ებზე არა და სულ ამაზე საუბრობენ ხოლმე უცხოური მეტი ბრენდირება, როდესაც ხდება საკვებზე, ეს აი შებუთვები. შებუთვებზე ძალიან ხშირად ABDC კი ეგ სხვა, ეგ მარკერი მოგвисხმობ რომ აი ხანახან აწერენ რომ პესტიციდების გარშე გადახაზულია პესტიციდი ან რაღაც ისეთი აი ცდილობენ რომ ჯამთელ პუბლიკასთვის მიმზიდველი გახადო ამ პროდუქტი. ყოველთვის არის აწერი MSG გადახაზული. ყოველთვის არის ხოლმე ამერიკაში ყველა პროდუქციას თითქმის აწერი. ქართულ პროდუქციასაც კი აწერი ხოლმე აი რაღაც აი რო იყიდება, რა თქმა უნდა ეს უბრალოდ მარკეტინგი არის, უბრალოდ აწერენ, იმიტომ რომ ისევ ის უცხოელები ვინც საქართველოში ცხოვრობენ, რომ ხედავენ ამ შებუთვას აგროჰაბში ან რაღაცაში, ფიქრობენ, რომ როგორც ევროპაში ისე არის და არიციან რომ ეს უბრალოდ რასაც უნდა იმას დააწერს ის მოხმარება, რომ პესტიციდების გარეშე ისე ყოველ სუფთა პროდუქტი, ბიოპროდუქტი, ნუ ბიოს თავისი სერტიფიკატი აქვს, მაგრამ ეს MSG-ს არანაირი სტანდარტი არ აქვს ახლა აქ.
და ძალიან დიდი კავშირი აქვს ანუ იმუნურ პრობლემებთან, ძირითადად აუტიზმთან აკავშირებენ. ძალიან ბევრი კვლევა არის ამაზე. მაგრამ არ უნდა სამწუხაროდ ეხლა დღევანდელ დღესთან განსაკუთრებით ძირითადად ლაპარაკობენ ხოლმე ეს რაღაც ვაქცინების და აუტიზმის კავშირზე, როცა ძალიან სუსტი არის ეგ, თითქმის არანაირი კავშირი არ არის აი ვაქცინას და აუტიზმს. ეხლა შეიძლება ვიღაცა იყოს ვინც მაგას ეთანხმება, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობა არის, ეს RF Kennedy რო გამოდის ეს ტრამპის ადმინისტრაციაში ეს ჯანმრთელობის ექსპერტებიც გამოდის და იძახის რომ ეს ვაქცინები უნდა შემოწმოთ, რომ რამდენად საფრთხე არის, მაგრამ შემოწმონ, მაგრამ ნახავენ რომ არაფერი საფრთხე არ არის, მაგრამ აი მაგაზე დეტალურად თუ ვიმეს თუ უნდა საუბარი, შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ არის მან რაღაც დეტალები, მაგრამ რეალურად ბევრად უფრო დიდი კავშირი, რეალური კავშირი არის საკვებთან, უბრალოდ არ უნდა მაგაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ ამ გადამუშავებული საკვების საფრთხესთან, ეს უბრალოდ წამგებიანი არის, ბიზნესისთვის წამგებიანი არის, იმიტომ რომ ეს MSG-ები არის ძირითადად გემოს დანამატები, აი კარგი გემო რო აქვს საკვებს და რო ეს სუნი რო გიზიდავს, ეს ძირითადად MSG-ები არის ხოლმე დამატებული, ეს ბავშვის საკვებშიც ეს არის დამატებული და ძაღლის საკვებშიც ასევე ეს არის დამატებული, ძაღს რო ასევე აი ჩათვალეთ იგივეს უშვებით აი ჩიპსი რო გახსნა, ესეთი ტესტები კეთდება ხოლმე. მეთოდ როდესაც ჩიპს უშვებთ ახალ გემოს, ყოველთვის ხდება სუნის დაგემოვნებაც რა, ეს არაჭმევენ, უბრალოდ ხსნიან ჩიპს, ხვალწინ უხსნიან. რო ხსნი უკვე ის იმდენად იწვევს ამ რეცეპტორების აქტივაციას, თუმცა უკვე გინდება იმის ჭამა. ამაზეც არის უკვე შემოწმებული და ეს ერთ-ერთი მეთოდი ამის არის ეს MSG-ების გამოყენებით, რა ეს MSG აძლევს ამ გემოს, რომ შეუძლია მეთქე ჩიპს კონდეს ბეკონის გემო, ან რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცების გემოები არის უკვე, ან ყველაფრის გემო არის რაღაც, როგორ შეიძლება კარტოფილს, ან შემწვარ კარტოფილს კონდეს რაღაც არ ვიცი. არ ვიცი ხა დიდი ხანია ძალიან ჩიპსი არ მიყიდია და არ ვიცი რა გემო არის ხახვის გემო, ან რაღაცა სრულად ხახვით და ლორისთან, ზედად ლორი და ბეკონი და რაღაც ეგეთებს. აგეთნო ყველის გემო ჩიპს, ამ MSG-ების საშუალებით, ფერმენტი არის ცილის, ამას ხსნი უფრო დეტალურად. პრობიოტიკები, პრებიოტიკები, კომბუჩაც ხა ძალიან პოპულარულია. საქართველოშიც უკვე ბევრი ბრენდი არის კომბუჩას, რაც უშვებს, ეს სასმელი არის. ჩაისგან კეთდება ამ ბაქტერიისგან. აქ ისევ ძუძუთი ყვება და ეს ძუძუთი ყვება მე ამ ბაქტერიებზე როგორ მოქმედებს მერე შემდეგ ძუძუთი ყვება და ასევე ბავშვის გაჩენა, ეს ორსულობა, ბავშვის გაჩენა როგორ მოქმედებს ამ კუჭის მიკრობიომზე, ასევე ყბის განვითარებაზე, ამ კბილების ჯანმრთელობაზე, აქ რაღაცებს მე ვიძახის ქსილიტოლზე. ეხლა ამაზე ვისაუბრებთ ბიომედივის სტომატოლოგია. ხო, სტომატოლოგიაზეც ვისაუბრებთ ზოგადად, რა პრაქტიკა არის ამ სტომატოლოგიაში და უფრო უკეთესად ის გაკეთება შეიძლება, რა ალტერნატივები არის უცხოეთში, რასაც ეს აი ბიომიმეტიკური ერთი სტანდარტი არ არის რეალურად, მაგრამ ეს არის სტრატეგია უფრო ნახავთ რომ ამ ლექციაში, უფრო ისეთი ნაკლები ზიანი რომ მიაყენოს აი კუჭის ფლორას, იმიტომ რომ კუჭის მიკრობიომზე როდესაც საუბრობთ, ასევე პირშიც არის ეს მიკრობიომი, ეს ბაქტერიები პირშიც არიან და ამას გავარჩევთ. და ხო აი ეს ქსილიტოლის გავარნა, ქსილიტოლი ძალიან საინტერესო, ეს თიმის ყველა ეს აი შვედეთში, დანიაში და ესეთ ქვეყნებში ბევრგან უნიშნავენ, ორსულებს უნიშნავენ ქსილიტოლს, ორსულობის დროს კბილების ჯანმრთელობისთვის და ასევე სკოლებში აძლევენ ბავშვებს, კამფეტებში ამატებენ ხოლმე, თან პლუს ისა რომ ტკბილი არის, ქსილიტოლის შაქარი არის და თან ტკბილი არის და თან კარის საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ბევრგან არის ეს პრაქტიკა, 60-იანებიდან მოყოლებული არის ეს პრაქტიკა ევროპის რაღაც ქვეყნებში. და ბევრად უკეთესად მოქმედებს ვიდრე ფტორი. ეხლა ამაზე ფტორზე რო ვისაუბრებთ, მე უკვე გავარჩევთ, მაგრამ აშკარად ბევრად უფრო კარგი შედეგები აქვს ვიდრე ფტორის დამატებას, ეს ფტორს რო წყალში ამატებენ და ეხლა მარილშიც ამატებენ უკვე ევროკავშირის რაღაც ქვეყნებში. ხო, აი ესეთ ამ თემებზე გვექნება ძირითადად საუბარი. თქვენ თუ რამე შეკითხვა გვაქვს, რამე კონკრეტული გაინტერესებთ, შეგვიძლია უფრო კონკრეტულიც გამოვიხილოთ. ძირითადად ამ თემების გარშემო გვექნება გარჩევა. რამე შეკითხები ხო, არა? აი თქვენისთვის, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ან არც გქონდათ ან რამე, აი რატომ მოხვედით, რა შედეგს ელოდებით? და ამ ინფორმაციას გადავამდე, ყველაფერთან მაქვს ყოველდღე კავშირი.
ანუ ყველა საჭმელთან ამ პესტიციდთან ბაზარში ვიყიდო საჭმელით ნიკორაში არ ვიცი, იმიტომ რომ აი თუნდაც დავიჭერ ხო, ანუ აი ძალიან დიდი ის მაქვს ხოლმე, შიში არა, მაგრამ აი რაღაც შფოთვა მაქვს ხოლმე ამ ბოლო დროს მაღაზიაში რომ შევდივარ, იმიტომ რომ ყველაფერი არის რაღაც პლასმასის პარკში ჩადებული, ფერადი და ინგრედიენტებს უკან რო ვუყურებ ხოლმე, აი 1000 ინგრედიენტი აწერია ხოლმე, აი პურს რო ყიდულობ ხოლმე, ქონდეს წყალი, ფქვილი, მარილი, მეტი არაფერი და აი 1000 რაღაც აწერია, რის მნიშვნელობაც არ ვიცი. იგივე აი რაღაც სასუსნაო რომ მინდა ხოლმე, ანუ ჩიპს ვიყიდი და ვიცი რომ რაღაც საშინელებაა, რაღაც უფრო ჯანსაღვერსიას ვიყიდი, მაგრამ იმასაც ვერ ენდობ, იმიტომ რომ არ იცი რა მარკა რას ნიშნავს და თუ მართლა ანუ იმას ემსახურება, რასაც უნდა ემსახურებოდეს და აი ის აი ერთი ინგრედიენტის საკვები, რაზეც ამბობდი, ანუ ძალიან რთული საშუალება გახდა. იგი ხო, მაგასაც ხო რაღაც ის არის დიაპაზონი არის, ანუ მაგასაც გავარჩევთ, რომ დაახლოებით ეს ეტიკეტზე რა შეიძლება შეხვდეს და აი პურის შემთხვევაში ხო, თითქოს მარტო ეგ სამი ინგრედიენტი უნდა იყოს. მე აი ძირითადად აი მე როდესაც გარეთ ვარ, ნუ ყველაზე ჯანსაღი პური არის ხო, ცეხვილი პური, თუ ახლოს გაგიმართავ და ხო საცხობი, ეგეთ ხო საცხობი არის, ოღონდ უნდა იყოს ისეთი საცხობი, სადაც ცეხვილი პურებს, ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხოს ერთმანეთს. ეხლა გამმართლა, ეხლა ვიყავი აი ნათელას პური არის, თუ იცით, ეს არის აუ ქუჩა დამავიწყდა წერეთელზე. წერეთელზე არის გადასახვევში. ნუ ელიავას და ნუ ამ ტერიტორიაზე არის დაახლოებით. უკან ნათელსპური აცხობს საფუარის გარეშე თან, ანუ ის მჟავე საფუარით აკეთებს. ამას ლექციაში გვექნება, ანუ ამ ყველა მე ვინც ვიცი ყოველთვის ამ ეტაპზე საცხოვები ვინც აცხობს ცეხვილი პურით, ენდემური ჯიშებით თან, ანუ ქართულ ხორბალს. მხოლოდ ქართულ ხორბალს ხმარობს, რომელიც ასე უპესტიციდო არის. ხო, ნუ ძალიან უნდა გაგიმართოთ, რომ ეგეთ საწყობთან მოხდე. ვერაზე მაგალითად და ნუ აი ყველა ვერაზე არის ის გერმანელი თუ ევროპელი კაცი საწყობი აქვს და ჟან-ჟაკი არის. ხავან პურს ყიდულობ პეკინზე. იმიტომ რომ ერთი საწყობი ვიცი, ოღონდ ანუ იქაც ყიდულობ აი ქატოს პურს ან რაღაც აი არც ვიცი. აი ეს ჟან-ჟაკის არის კარგი, მაგრამ ფასი არ ვიცი რამდენად. ხან ძვირი არის ხოლმე და ნუ ეგ პრობლემაც არის, ანუ ეს ცეხვილი და უფრო ბუნებრივი რო ფორმები რო არის ოდნავ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ზითად პატარა სხვაობა არის, ნუ შეიძლება აი პური მე ხსენ ნათელს პური 5 ლარი ღირდა, რაც უკვე ძვირი არ არის ხა, უკვე ეგეთი ფასი ღირს. მაგრამ ჟანჟაკის არ ვიცი. სადაც არის მანდ მუშაობდი. კიდე ანუ აი რძის პროდუქციაზე მაქვს ხოლმე აი ძალიან რთული. თან იქამდე სანამ ეს ამბავი დაიწყებოდა, ეხლა რძეზე რო ატყდა. ანუ იქამდე სულ ეგ მომენტი გახდა. ძალიან აქტუალური გახდა. ოღონდ ანუ ერთი წელია ჩემ ოჯახში ყველას ვეუბნები, რომ ანუ შეეშვით ამ რძეს, ან თუ რძე გინდა წადი ვიღაც იპოვე, ვისაც ენდობი და იქიდან იყიდე. მაგრამ ანუ იმას რომ რაღაც პლასმასის ჯერ ხო ანუ იმ შეფუთვაში ხო ყიდულობ, ჯერ უკვე შეფუთვით დავიწყოთ იმ ხელა, ანუ ზოგადად მე ძალიან არ მიყვარს ის საქმე ნარჩენები და მაგიტო შედავდი. ჯერ ანუ იმას ვეუბნები, რომ ანუ ამ ხელა ნარჩენებს წარმოქმნის, მერე იმას რომ ანუ შენ რა იცი ამ რძეს რა გაუკეთეს. მერე ის რომ იმ ხელა ფერმები ჩვენ არ გვაქვს, რომ ეხა ამ ხელა წარმოება იყოს და გაგონილი მაქვს რძეს როგორ აწარმოებენ, რომ ფხვნილად აქცევენ და მერე ზედა წარმოებენ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი მუშაობს, ფერმა აქვს თავისი და აი ამდენი რაღაც ინფორმაცია რომ მქონდა, ანუ ძალიან უნდობლობის შეგრძნება მქონდა ხოლმე ყველაფრის მიმართ და აი ხო არ ესე არაფერს არ ვჭამ. ხო და ყველაფერს შევეხები, ნუ რაც ახსენე, ყველა მაგ ანუ აღარ იდარდებ მაგაზე. ყოველთვის შეიძლება მაინც იდარდო, მაგრამ ყოველთვის გეცოდინება ალტერნატივა რა არის, ან აი როგორ შეიძლება იყვებო ჯამთვალ. ნუ დაახლოებით მაინც ხო, რეალ საბოლოოდ ისე რომ ძალიან რთული არის დღევანდელ გარემოში, და ყველა სუპერმარკეტი არის და მაინც ის პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი არის, სადაც არ უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება გამოიზახო, შეიძლება ანუ უყეცად შეიძლება დაგეგმო რა, როცა უკვე იცი სტრატეგია. თუ ის არის ყოველთვის კონფლიქტური ინფორმაცია, ხა მეც რო რეალურად ნახულობ წყაროებს. ანუ მე სანამ ნუ ხა უნივერსიტეტის განათლებას რაღაცა ინფორმაციას გადავს, მაგრამ ანუ მე სამ რეალურად ღრმად არ შევედი, რომ აი წიგნების წაკითხვა არ დავიწყე ამ მიმართულებით და ბევრ ამ წიგნების წყაროებს მოვიყვან მე, რომ თქვენც თუ გაინტერესებთ ინგლისურად კითხულობთ, შეგიძლიათ ეს წიგნები წაიკითხოთ. ანუ სამ აი წიგნს აწაითხავ, რომელიც მკვლევარების დაწერილი არის, ან უშუალოდ ის მკვლევარები, რომელიც ამ დარგში არიან, იმიტომ რომ რეალურად რა ხდება, რომ დღევანდელ დღეს არის რაღაც სტანდარტი, თუმცა ის სამედიცინო სფეროში არის რაღაცა სტანდარტი, გაიდლაინი, რაც განაგებს რა უნდა გააკეთო, ან აი ნუტრიციოლოგიაში რა სტანდარტი, რა უნდა ჭამო, ხო? ნუ ეს გაიდლაინი არის ძირითადად 20-30 წლით დაგვიანებული ინფორმაციას. ანუ 20-30 წელი ჭირდება, რომ
რაღაც ინფორმაცია მე დღევანდელ დღეს რაც კვლევები ტარდება და უკვე მკვლევარი რომელიც ამ სფეროში არის უკვე 100% იცის რომ აი ეს მაგალითად ცუდი არის, ანუ 100% იცის რა, იმიტომ რომ Facebook მაგას აკეთებს, ანუ ბოლო 50 წელი ამით აკეთებს ამ კუჭის მიკრობიომის კვლევებს და ზუსტად იცის რომ აი ეს პრობლემა არის, ან შეიძლება პრობლემა იყოს და ანუ მე guideline-ში სრულად საპირისპირო შეიძლება ეწეროს, ან შეიძლება რეკომენდაცია იყოს სრულად საპირისპირო, რასაც ექიმი გაცემს ან ნუტრიციოლოგი ან ნებისმიერი პიროვნება, იმიტომ რომ ანუ ისინი ხელმძღვანელობენ, ანუ სახელმძღვანელო არის ფაქტობრივად, ეგ არის სახელმძღვანელო და ის განათლებაც რაც წიგნებში არის, ისიც ოდნავ დაგვიანებული ან ისა, ანუ წიგნებში ხო დაგვიანებული არის 10 წლით მაგალითად რა 10-20 წლით და მე ის ადამიანი სამ ექიმი გახდება, სამ ნუტრიციოლოგი გახდება, ხო დრო ხო ჭირდება და კიდე ხო დააგვიანდა და მე პლუს ახალი სფეროები არის, ხო რა, აი ახალი ინფორმაცია, რომელიც მაინც შეიძლება ჯერ ძალიან პატარა ვიწროდ არის და ნუ ხო შეიძლება დროთა განმავლობაში აღმოჩნდეს რომ არ არის მაინც ხო ანუ მისაღებიან არ ქონდა ის დადებითი თვისება, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება აი ერთი ადამიანისთვის ის ინფორმაცია არის საჭირო, ანუ იმადაც ის ინფორმაცია ჭირდება, იმიტომ რომ ყველა ინდივიდი არის. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაცია მეტ რაც არის და ანუ ყველანაირი რეკომენდაცია რაც არის, ხომ ეს ინტერნეტშიც რო შედიხარ ყველგან სვარი მორგებული მოსახლეობაზე, მთელ მოსახლეობაზე რა, რომ აი 100 ადამიანიდან 90 ადამიანი საწყობდეს ეს ინფორმაცია, მაგრამ ის 10 ადამიანი რომელსაც არ აწყობს ის უკვე მე ალტერნატივას ეძებს და ალტერნატივას ეძებს უკვე აი ჰომეოპათებთან და ანუ ისეთ ადამიანთან რომლებიც არანაირად ანუ ძალიან მავნე ინფორმაციას აწევენ ძალიან ხშირად აი ჰომეოპათიაში არანაირი საფუძველი არ არის ხალხს ამაზე შეგვიღაცას ასევე ის კონტენტი რომ ძალიან პოპულარული არის ჰომეოპათია საქართველოში თუ იმას აინტერესებს შემიძლია ამაზე დიალოგი მე უფრო ხმად გავაკეთოთ მაგრამ ნუ კლინიკურად ახლა რაც არის პროები არანაირი საფუძველი არ აქვს ანუ არანაირი აქტიური ინგრედიენტიც არ არის ეს ჰომეოპათიურ წამლებში და ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და ძალიან ბევრ ფულს აკეთებენ. ანუ ძალიან მუგებიანი ბიზნესი არის. ნუ ყველაფერი ბიზნესი არის, ანუ მედიცინაც ესე დანამატებით ყველაფერი მუგებიანია ხა არ მინდა რაც ის გამოვიდე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ალტერნატივა არ აქვს, რომ სწორი ინფორმაცია მიიღონ და ჩემი მიზანი არის ქართულად მოხდეს ამ ინფორმაციის მიღება, იმიტომ რომ ხა ეს მე რაც ვახსენე ყველაფერი. ეს ყველაფერი რო დაგუგლო ინგლისურად, ყველაფერზე მიიღებ აი 100-ობით ვიდეო, ანუ წიგნები, აი იმდენი წიგნი არის, რომ რა ერთ თემაზე რომ თითო თემაზე მეგონი 5 და 6-7 წიგნები მაქვს, ხო? მე მაქვს 5 წიგნი. მე კიდე ამ რამდენი ინფორმაცია არის, ანუ ეს ინტერნეტში და რამდენი ექსპერტი არის ამ საკითხებში და ქართულად ანუ საერთოდ არაფერი არ არის. ერთ-ერთი ეხა თარგმნეს ის პიტერ ატიას წიგნი. ის პიტერ ატიას წიგნი არის იცხოვრო დიდხანს, თუ რაღაც ეგეთი არის. მაგრამ პიტერ ატია ძალიან დიდი მე თავიდან ძალიან ინსპირირებული ვიყავი, მაგას უსმენდი ძალიან ადრე ამ წიგნით წაკითხული მაქვს, მაგრამ ძალიან ზედაპირული ეს არის ექიმი რომელიც გამოდის ეს longevity-ის ექსპერტად ანუ ექსპერტი რომელიც ამ ხანგრძლივი ცხოვრების მაგრამ საერთოდ არ საუბრობს კვებაზე საერთოდ ანუ რო დაუსვა შეკითხვა საკვებზე გეუბნება რომ ეს ჩემი დარგი არ არის და გეუბნება რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ანუ როგორ შეიძლება საკვები არ იყოს მნიშვნელოვანი ანუ მე ადრე უჯერებდი ანუ ადრე ნუ როცა დავიწყე სწავლა და პირველად როცა შევედი ამ თემში და ნუ ყველაფერს ვაკეთებდი ეს კეტოგენურ დიეტაც ეს ყველაზე პოპულარული რაც იყო მაგას ან რაც პირველად რაც მივიღე ინფორმაცია ამ სკელზე რაც იყო ყველაფერი ვცადე და მე უკვე მივხვდი რომ ანუ ძალიან გარჩევა ჭირდება ამ ინფორმაციასა და ნუ ამისთვის მე ვცდილობ რომ დაგეხმაროთ რომ ეს რაც ვცდილობ რომ დავღეჭო ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მაგრამ ასევე მაქსიმალურად შევიდე დეტალებში ანუ ახლა ზედაპირულად გავიარეთ ყველაფერი მაგრამ დეტალებში ყველა თითო თემაზე 2 საათი არის და შევძე უფრო სქემებით ახლა უბრალოდ ტექსტი იყო უკან ყველაფერზე სქემები არის აწყობილი რომ ანუ აი გრაფები ეს აი კუჭი დახატული ადამიანის ყველაფერი ანუ აწყობილი ვაქვს ზოგი ილუსტრატორშია ზოგი აწყობილი ზოგი უბრალოდ ტექსტად მაგრამ ნუ რაღაც ეტაპამდე არის მოგეთ და რა ვიცი ეს იყო ანუ ესეთი ანუ ალტერნატივი მე ესეთი შეჯამებული ამდენი წყარო ინფორმაციის ერთად ან მეც არ მინახავს რა და ინგლისურადაც ამდენი რაღაც რო ერთად იყოს ძირითადად არის ხოლმე ძალიან სპეციალიზირებული რა ანუ ხა აი მე MSG-ებზე რო ნახო წყარო იქნება მთელი წიგნი MSG-ებზე და ანუ აი ყველა დეტალებს ხსენია და მე ვცდილობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე ჩავთვალე და რაც რელევანტური იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთან უნდა განსაზღვრო. ნუ თქვენს გადაწყვეტ, ანუ თუ რამე თქვენს მიხოთ მაგ დასკვნამდე, ანუ თქვენ შეძლებთ მაგ დასკვნების გაიტევას, მაგრამ ანუ ყველაფერი უნდა გადაწონო ერთმანეთთან. ნუ აი მაგის ესეთი რამე არის. ონლაინ რამე შეკითხვები ხო არ გაქვთ თქვენს რო დაგვისვათ?
არა, ხარ გაინტერესებთ რამე? დიდი მადლობა. საინტერესო იყო ძალიან. უბრალოდ მე ცოტა ისეთი დამემართა ეხა. ხმა ვერ ჩავრთე ვერაფერი. ანუ ბოდიშით ძალიან საინტერესოა. ასე გისმენდით. ძალიან საინტერესო იყო თქვენი საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ თემას ეხება და ეს ჩაშლილი კიდე უფრო საინტერესო იქნება. ხო, მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, ანუ რეალურად ნუტრიციოლოგიასა და მდგრად ნუტრიციოლოგიას შორის ანუ სხვაობა, ესე რომ ვთქვათ, რა არის დიახ. ზუსტად რომ აღვიქვა, იმით ცოტა მგონია სხვა რაღაცას ველოდებოდი, ეს გაცილებით საინტერესო არის სხვა მიმართულებით, მაგრამ მე კონკრეტულ ნუტრიციოლოგიას ველოდებოდი, თუმცა ძალიან საინტერესოა, არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ თვითონაც სამედიცინო განათლება მაქვს და მაგითო დავამატეთ, ანუ ადრე ეწერა ჯანმრთელობა. არც შეუ მომავალში პირიქით მოგვიწევს, ანუ ჯანმრთელობა წინ გადმოვწიოთ, ანუ მაგაზე ბევრი საუბარი გქონდათ, მაგრამ რატომაც ამთვლიან, რომ ნუტრიციოლოგია წინ უნდა იყოს, იმიტომ უფრო ისეთი თემა არის. რეალურად ყველა ეს, ანუ 10-ვე ლექციაში სულ კვებაზე არის საუბარი, ანუ კვება არის თითქმის ანუ ყველაფრის საწყისი არის, ის მეტალების ისე დანამატები, ანუ ყველაფერი რეალურად კვებამს მოიცავს. მაგრამ რა განსხვავება ახლა მდგრადობას, მდგრად კვებას და უბრალოდ კვებას შორის? მოდით ეს ცოტა არ ახსენე ახლა კარგად. ლექციაში, პირველ ლექციაში დეტალურად ხსნი, მაგრამ განსხვავება რა არის მდგრადობა აღნიშნავს, ანუ ეს სამყაროსადმი, ანუ მიდგომას, ხო, რომ ანუ რესურსებს ისე ვიყენებთ, რომ არ ხდება ამის ამოწურვა, ეს ერთი. ნუ ეს რომ კვების რეკომენდაცია ისეთი ხდება, რომ ანუ ამის გათვალისწინებაც ხდება. ანუ რეალურად ანუ მაგასთან კავშირში და ანუ მეორე ლექციაში გვექნებათ, მეორე მესამე რომელიღაცა ლექციაში იქნება ზოგადად ამ გარემოზე საუბარი და ანუ გარემოზე როგორ მოქმედებს, თუნდაც აი ძალიან ზედაპირულად ახსენეთ ძროხები, მაგრამ აი რა ფორმით შეიძლება გავლენა ქონდეს, ხა ბევრს წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ ამ ცხოველებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ხოლმე ეკოსისტემაზე. ბევრს გონია რომ მაგალითად ნუ ხა ეს ირმებზე ხა ცოტა მაგათი, მაგრამ აი ირმებს უბრალოდ ვახსენებ, იმიტომ რომ აი ბევრს გონია რომ ირემი აი ძალიან კაი ცხოველია, ხო, აი ძროხებზე კიდევ შეიძლება რაღაც არ ვიცი, რაღაც ინფორმაცია ქონდეს, ვაც წაიკითხო, მაგრამ ირემი ყველანაირად კარგი უნდა იყოს, ხო, აი გარემოს მეტად ცხოველი, ანუ როგორ შეიძლება ცუდი იყოს. მაგრამ ჰავაიში მაგალითად, რადგან არ არის ადგილობრივი ჯიში, ადგილობრივი ცხოველი, ძალიან შეხდება ძალით ამ ცხოველებზე ნადირობა. იმიტომ რომ ეს ცხოველები თუ მრავლდებიან, ან რაღაც რაოდენობით, დიდი რაოდენობით როდესაც არიან, ჭამენ ძალიან ბევრ ნუ ამ ბალახს, ამ ხეებს და ნუ იწევენ ეკოსისტემის დესტრუქციას, ანუ რეალურად იწევენ ბუნების განადგურებას. ან ძროხები ძალიან დიდი რაოდენობით როდესაც არიან, მაგალითად ახლა ტყეში, ამაზონის ტყეში არიან ძალიან ბევრი, ძალიან შეხდება ტყეების დაწვა. იმისთვის რომ ეს ძროხები შეიყვანონ და ანუ საზღვრები გაიქნონ ამ ძროხებისთვის, იმიტომ რომ ტერიტორია ლიმიტირებული არის, ხო, ანუ ამ დედამიწაზე რაღაცა ტერიტორია არის. ამ ტერიტორიის რაც აგრონომისთვის არის გამოყოფილი და ეს აი მთლიანად ანუ ეს აგრონომის სფერო რაც არის, ანუ ეს აი მებაღეობა და ყველაფერი, ანუ მცენარეების მოყვანა, ცხოველების ამის 50%-ზე დიდი ნაწილი აქვს დაკავებული ამ მეცხოველეობას. მაგრამ კალორიების ძალიან მცირე რაოდენობას გვაძლევს. ან მცირეს რა, ანუ პროპორციულად ბევრად ნაკლებს, ან შეიძლება 10%-ს გვაძლევს, ან 5-ჯერ ნაკლებს გვაძლევს, ვიდრე რა რესურსიც იხარჯება. ან მე შემდეგ არის წყლის რესურსი, ან წყლის რესურსი რაც მოიხმარება. და უბრალოდ ამ საუბარი იმაზე, რომ რაღაც ეტაპზე და ეს უკვე ანუ ამის ზღვარზე ვართ რა, რომ ტერიტორია ფიზიკურად აღარ იქნება ამ ცხოველებისთვის, ან რა რაოდენობითაც ჩვენ ვჭამთ მეტად, ანუ აქ კონკრეტულად წითელ ხორცზე, ნუ წითელ ხორცი ვახსენე, ან თან წითელ ხორცზე ძალიან ბევრი კვლევები არის, რომ ცუდი არის ჯანმრთელობისთვის, აი ძირითადად ყველა ეს აი ჯანდაცვაში რაც არის, კვლევები ყველა იძახის, რომ წითელი ხორცი ცუდი არის და თან ამავდროულად ეკოლოგისტის ყველაზე საზიანო არის, განსაკუთრებით ნუ აი ძროხებზე ხდება ყოველთვის აქცენტი ხა. ძროხებს არ ვერჩით, უბრალოდ ძროხას ძალიან ბევრი ტერიტორია ჭირდება, ანუ ეგ არის მთავარი პრობლემა, ძალიან დიდი სივრცე ჭირდება და მაშინ მეორე ალტერნატივაა რომ დააბადა ერთ ტერიტორია ძალიან პატარა ადგილ სივრცეში კონდეს, რაც უკვე ან არეთიკური ერთია, მაგრამ საკვები მაინც ჭირდება. ანუ იმჩავს რომ მაინც საკვები უნდა მოიყვანოს ვიღაცამ და უნდა მიუტანოს საჭმელად და მაინც ტერიტორია მაინც იგივე გამოიყენება. ანუ მე უნდა დღეს რეალურად
ან საკუთი ძალიან დიდი რაოდენობა, რაც მოგყავს. დიდი სამ ცხოველებთან, რაც შეიძლება პირდაპირ ადამიანები ჭამდნენ, შეიძლება იმის ნაცვლად რომ ეს ძროხა ჭამდეს, ინონჯას ან ხორბალს ან რაღაც შეიძლება პირდაპირ მივიდეს ჩვენ მოდიოდეს ჩვენამდე ნაკლები რესურსი დაჭირდება. ნუ ეს ერთ-ერთი მაგალითი არა ხა აქ ნახო მაინც ამ ძროხას იმას არ უერჩით, მაგრამ ნუ ზოგადად ეს ეკოლოგიის გათვალისწინება ყოველთვის უნდა მოხდეს. ანუ ეკოლოგიას თუ არ ითვალისწინებ, იმიტომ რომ ძალიან შედეგი რომ შეხვიდეთ რა ხარ ვიცი, ძალიან ბევრი პროგრამები არის, ანუ ყვების და ეს ნუტრიციოლოგის. აი ზედათ მე რაც მინახავს რომ შედიხარ ნუტრიციოლოგის აი ნებისმიერი კურსი, პირველივე თემა არის ხომ რომ აი თევზის პროდუქტი ძალიან კარგი არის და აი თევზი ჭამით აუცილებლად და რაღაც ეგეთი მაგალითად რა, ანუ ეს ომეგა-3-ები. ანუ თევზს ჭამ მაგალითად ხო, მაგრამ ანუ რამდენი თევზი არის დღეს მაგალითად ხო, ანუ 70-იანების მერე თევზების რაოდენობა განახევრდა გლობალურად, ამ თევზების რაოდენობა რაც არის. ხო, ნუ რა გარემოში არის ის. რა თქვით? ხო, ანუ რა გარემოში არის ის თევზი? რა გარემოში არის ერთი, მაგრამ ასე ის რომ მომავალში უბრალოდ თევზები შეიძლება აღარ იყოს, ფიზიკურად თევზი შეიძლება აღარ იყოს საჭმელად, ანუ არამდგრადი პრინციპი არის ყვების. ნუ ეს ერთი, ნუ მეორე ისა რომ ეკონომიურად გათვალისწინებას ხდებოდეს, რომ მეორე ფაქტორი, ხო, თევზის პროდუქტი რა ფასი აქვს მე თბილისში, ხო, ძალიან ძვირერს. ეს რეალურად შეუძლია 1%-ს მოსახლეობის. მაგრამ ნუ აქ მე საუბარი იმაზე ხდება, რომ კარგი მაინც და ცოტა შეუძლია, მაგრამ საჭირო არის ჯანმრთელობისთვის, ან თუ საჭირო არის, გავაკეთებთ, ხო, ანუ რაღაც გამონაკლის გავაკეთებთ და ეხლა ეს მართლა საჭირო იყოს, ევროპაშიც რაღაც გამონაკლის დაუშვებდნენ, ხო, ანუ თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ალბათ რაღაც რეგულაციას პირიქით შემოიტანენ, რომ პოპულარიზაცია გაუკეთონ და რაღაც ამ პირიქით ხდება, რომ პოპულარიზაციას უკეთებენ, რომ აი ნაკლები ძროხა თუ შეიძლება და უფრო მეტი ბაღი, ხეხილი და ეს გავაშენოთ. და ბატო უკაცრავად ეს არა, ანუ დიახ. იცით რა, ანუ იდეაში რაღაცა ესე წარმოსახვაში ხარ, ნუ ესე ძალიან მარტივად რო ვთქვა და გამიგნოთ, ანუ გრადი ნუტრიციოლოგია არის რეალურად ესე იგი საკვების მავნე გავლენას შეისწავლის უფრო, ხო? იდეაში ადამიანის ორგანიზმზე, ჩვენზე და ასე შემდეგ. მავნე გავლენას გარემოზე რაც აქვს. რომ ავირიდოთ თავიდან მავნე გავლენა, ხო? ეგრე არის. მავნე გავლენა ოღონდ გარემოზე რაც აქვს. ანუ აქ არის უფრო აქცენტი გარემოზე. გარემოზე რა გავლენაც აქვს და რესურსი რამდენიც გამოიყენება. ანუ რომ ყველა თემა მდგრადობის, ანუ ყველა მიმართულება, ანუ მდგრადი არქიტექტურა, მდგრადი აგრონომია, ანუ ყველა მიმართულება რაც ამ მდგრადობის ყველა არის ფოკუსირებული იმაზე, რომ რაც შევამციროთ მავნე გავლენა დედამიწაზე, ან პლანეტაზე, როგორც ესეთი, რომ რესურსი პლანეტის რაცა მაქსიმალურად, ანუ დიდხანს გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრგან აი, მაგიტომ რომ აი ბევრ თემას ეხება ესეც, ანუ რეალურად მდგრადობაც ესე მარტივად არ იხსნა, იმიტომ რომ აქ აი მაგათ მიწის გამოფიტვაზე რო ვსაუბრობ, ეს არის პირდაპირ მდგრადობის თემა, ანუ მიწის დეგრადაცია არის საფრთხე მომავლის. და მდგრადობას ცდილობს, რომ ანუ მომავალში რაც შეიძლება პირიქით, ანუ მომავალში ნაკლები საფრთხე გქონდეს, ანუ ჩვენ და ასევე ანუ ჩვენს მომავალ თაობებს და ანუ ამაზე ხდება ხოლმე აქცენტი. მაგრამ ისე ემთხვევა, რომ უბრალოდ როდესაც მომავალზე ვფიქრობ და სამყაროს მომავალზე ვფიქრობ, ასე ვფიქრობ ჩვენ ჯანმრთელობის მომავალზე. უბრალოდ ესე ემთხვევა, ანუ არის მე თავიდან წარმოგიდგენ არ მქონდა, შემათქეთ მე თავიდან ძალიან მეცნიერულად უყურებდი რა, ანუ მე განთავსებდი უფრო ბიომედიცინაში და ძალიან მეცნიერულად, ანუ მე უყურებდი, რომ აი მე უყურებდი ესე, რომ აი შევისწავლე, ხა აქ ვსწავლობ იმისთვის, რომ ვიტამინები ვისწავლეს, ყველაფერი მექანიზმები ბოლომდე კარგად გავარკვიო და всё მე მარტო დამჭირდება ეს აი ვიტამინების ცოდნა, ანუ საკვებშიც არ მინდოდა დიდად გარკვევა, ეს აი ნუტრიციოლოგიაც მე უფრო დავინტერესდი, იმიტომ რომ თავიდან მქონდა მთავარი აქცენტი, ანუ აი რა არის, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ დიდხანს ვიცხოვრო, მაგრამ ისე გამოდის, რომ ეს ვერ გამიჯნავ ერთმანეთისგან ამ თემებს. ანუ დღევანდელ დღეს უკვე ესე ხდება რა, ანუ ძალიან ბევრი უკვე ეს ყვების და მდგრადობის მიმართულება უკვე ძალიან ვითარდება, იმიტომ რომ სხვანაირად საკვებზე ვეღარ ილაპარაკებ, ანუ სამყაროც უნდა ჩართო ამ თემაში. ნუ მე ჯანმრთელობასაც ვაკავშირებ, ნუ მე ვაკავშირებ უბრალოდ ძალიან ბევრ თემას ერთმანეთთან, მაგრამ მდგრადობა უფრო სამყაროზე და ამ პლანეტაზე არის უფრო საუბარი. და იქნება ლექციებში ამაზე საუბარი. ბატონო, მადლობა. ხო, ბევრისთვის აი რთული არის ხოლმე თავიდან, ნუ აი უკვე რო გავარჩევ თვითონ ლექციაში უკვე უფრო გასაგები გახდება. ნუ რეალურად ყველა ლექციაში არ არის ეს მდგრადობაზე საუბარი, უფრო
ну არის რაც კონკრეტული ლექციები, ну აი როდესაც მიწის დეგრადაციაზე ვსაუბრობთ, ну CO2-ზე, ну რაღაც ესე თემებზე ვილაპარაკებთ. ანუ ამას შევეხებით, ну ხო. სხვა შეგითხო ხოლმე სხვასაც. სხვამინეს. სამს თუ ისმის ჩემი ხმა? კი, ისმის. წეგან საუბრობდი და ვერ მოგაწვდნეთ. ვიფიქრე რომ კომპიუტერის ბრალი იყო. ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმინე, ბევრი ახალი იყო ჩემთვის. ეს თემაც თითქმის ნაკლებად ცნობილი იყო, ასე რომ სიამოვნებით მოვისმენ კიდევ ამ ტრენინგს. მადლობა. ეს საუბარის თქვენ ძალიან მომეწონა და ბევრი რამ გავიგე. ასე რომ შეკითხები აღარ მაქვს, იმდენად ამომწურავი იყო ჩემთვის ყველაფერი, რომ მადლობა. აქტუალური თემა. მოგესალმებით, ძალიან დიდი ინტერესით გისმენდით, მიუხედავად იმისა, გისმენთ ჩემი? დიახ, კი, მისმენს. ალო? ისმის ხო? ხო, ეხლა შემოვედი სახლში, სამგზავში ვიყავი, თბილისიდან მიგზავრე და მოკლედ პარალელურ რეჟიმში ხან მიჭედავდა ინტერნეტი გზაში, მაგრამ მთლიანობაში მაინც მივიღე ინფორმაცია და ძალიან საინტერესოდ საუბრობთ. სიღრმეებში. თავიდან ცოტა ნელა დაიწყო ყველაფერი, რაღაც დაალაგება, იმდენ რამეზე სასაუბრო დაალაგება ცოტა ის არის. მაგრამ ეს ვიდეოც იქნება, თუ რამე ნაწილი გამოტოვოთ, ვიდეოშიც იქნება, მე ვიდეოს ლინკს გამოგიგზავნე. კი, რაღაცა მომენტებში გამომაგდო Zoom-მა ორჯერ თუ სამჯერ, მაგრამ მე შემოვედი ის მომენტები ვერ მოვისმინე, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო იყო, რაც მოვისმინე. პროფესიაც ჩემი ქიმიკოსი გახლავართ, ბიოლოგი და ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და აი ის ვერ გავიგე მე. თქვენ კიდევ აპირებთ სხვა შეხვედრების ჩატარებას? აი ეს მომენტები ვერ ვიყავი თქვენთან, ფაქტობრივად ამ მომენტებში. ეს საათიანი მასტერკლასი, რეალურად აქ შესაძლებლობები. მე შეგამიჩნდა ეს შეკითხვა. ანუ კურსის შესავალისავით არის, ანუ უფრო ანუ რაღაც ეტაპზე შეიძლება უკვე მოკლე ფორმატში, უბრალოდ ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, რომ აი ერთი პატარა ლექცია რო გავაკეთო, ძალიან ბევრი კონცენტრაცია ჭირდება და ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი რაც არის, ლექცია არის, რაც მაქვს, ანუ ეს მთლიანი ერთთვიანი კურსი, რაც არის. აი ეს ერთთვიან კურსში რას გულისხმობთ თქვენ? ერთი თვის მანძილზე რაღაცა დღეები იქნება შეხვედრები და ეს გარკვეული ფასი ეღირება თუ აი როგორ იქნება ეს ორგანიზება როგორ გაგვხდება? ყველას ეცოდინებოდა და ამიტომ აღარ შევსვარ დეტალებში. ანუ რეალურად ეს კურსი იწყება 29 აპრილს. ერთთვიანი არა, ეს 10 თემა რაც გამიხილე ახლა. ეს 10 თემა არის 10 ლექცია. 5 კვირის მანძილზე ტარდება, სამშაბათს და პარასკევს საღამოს 7 საათზე მარჯანიშვილის 5 ნომერში. სადაც უნდა მომხდარიყო ეს ტექნიკური ხარჯების გამო ვერ ჩატარდა ბოლო წამს, მეც ბოლო წამს შემატყობინეს და ბოლო წამს დაურეკე ყველას. ნუ 7 საათზე არის სამშაბათს პარასკევს და თან იგივე ფორმატით არის, ანუ ეს ლაივში იქნება, ანუ ლაივში დასწრება შეიძლება, Zoom-ში დასწრებაც შეიძლება. ანუ ონლაინაც იქნება და ლაივშიც, ხო? ონლაინაც, ლაივშიც და ასე ვიდეო ჩანაწერიც გაზიარდება. ვიდეო ჩანაწერიც გაზიარდება ლექციის შემდეგ დღეს. და იქნება წვდომა 2 თვის მანძილზე. ანუ პირდაპირ შეხვედრა ესე ონლაინ არ იქნება, ხო, როგორც წეს? კი, ეს ანუ Zoom-შიც იქნება ჩვეულებრივად და ასევე ფიზიკურად ანუ სამი ფორმატით არის რეალურად, ანუ ყველა მხრივ ანუ ვერანაირად ვერ გამოტოვოთ, მოედან ხარწერებით, ანუ ყველანაირად მოგიწევს მოსმენა. გასაგებია და ფასი რა აქვს ამ ყველაფერს? ფასი 570 ლარი არის ლექციის ამ კურსის ფასი. გასაგებია. და გონი ორ ეტაპადაც შეიძლება გადახდოთ, რაც ეს კონკრეტულად უკვე შეიძლება იკითხოთ, ან რაც ორ ნაწილადაც შეიძლება რომ დაყოფა. აი მთლიანობაში ახლა თქვენი კურსი მე არ ვიცი ამ მომენტებში გამოვარდი Zoom-იდან და ეს კითხვები იმიტომ გამიჩნდა. თქვენი კურსი მსმენელს ასწავლის ჯანსაღყვებას და ნუ რეალურად რა ჭამოს, ხო? ფაქტობრივად მაგას ეხურება, ხო ასია? ბოდიში ჯანსაღყვებასაც ვასწავლი და ასევე ანუ ჯანსაღი გარემო, სხვა ფაქტორები, ყველა ფაქტორი რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არის. ანუ ყველაფერი რამაც შეიძლება იმოქმედოს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად დადებითად, ანუ ყველაფერს აუხსნით და ნუ ბოლოში წესით უნდა შეეძლოს უკვე, იმიტომ რომ მე რომ მოგცეთ რაც კონკრეტული რეკომენდაცია, შეიძლება უბრალოდ თქვენ ეგ კონკრეტული რეკომენდაცია მე არ გინდოდეთ, მაგრამ
ოთხოში უფრო გააზრებულ არჩევანს გააკეთებთ თქვენით, ანუ უფრო გააზრებულ არჩევანს გააკეთებთ, რომ უფრო ჯანმრთელად იცხოვროთ. ჩემი მიზანი ეგ არის. თუმცა თუ ყოველთვის არის ყოველთვის მაინც შეითხოვს სამი, რომ აი რა ვჭამოთ და აი კონკრეტულად მაინტერესებს აი ეს შევჭამოთ თუ არ შევჭამოთ და მაგაზეც ვისაუბრებ, ანუ აი სად ყიდულ მეტად პურს, ანუ რა წყაროები არის, აი ეს აი უსაფუარო ენდემური ჯიშები, უმეტ ყველაფერზე ვისაუბრებ, ანუ რა წყაროებით მე ვიცი, რაც ახლა და საქართველოში თბილისში კონკრეტულად არის ეს ადგილები, ხო, რასაც თქვენ საუბრობთ? ნათელასპური ვახსენე, ნათელასპური არის, სადაც ნათელასპური? ნათელასპურის ონლაინაც აქვს, წერეთელზე არის, ეს აი ელიაოს და აი მაგ ტერიტორიაზე არის. მაგ ტერიტორიის უკან არის, ელიაოს უკან არის. ნათელასპური, სადაც მხოლოდ ქართულ ჯიშებისგან აცხობენ უსასუქოს. და ძალიან ისე ეკეთება ყველაფერი რა, ანუ ეგაა ყველაზე კარგი წყარო პურისთვის და ცეხვილი ფქვილით? ცეხვილი ფქვილისგან კეთდება, კი, თეთრ პურსაც აკეთებს, მაგრამ შეკვეთითაც შევასებ, შეგეუთხათ თუ მე უმარილოს, ანუ კონკრეტული რაღაც, ну კონკრეტულად ზეითად უმარილოზე არის რა, ანუ ესე შეკვეთ რა, ანუ შეგე დაურეკოთ და მოგიტან. ანუ უსაფუარო ან ბუნებრივ დედაზე, ხო? ბუნებრივ დედაზე არის, ну უსაფუაროდ იგულისხმება ხოლმე ზეითად, რომ ხო ბუნებრივ დედაზე ეგ კარგი პროცესი არის პირიქით, ანუ მაგ ფერმენტაცია ძალიან კარგი არის. გლუტენიც იშლება მაგ დროს და ანუ საერთოდ წესით კარგი ის არის. მაგაზე მე ვლაპარაკობ მაგ ფერმენტაციაზე და პურზე. ასეთებია. საინტერესოა ძალიან, კი ბატონო. და თქვენი კოორდინატები შეიძლება არ ვიცი, ვერ მოვისმინე კიდევ ბოდიშ გიხდით, შეიძლება რამდენჯერმე აღნიშნეთ და მე უბრალოდ შემთხვევით ვნახე Facebook-ზე და დღეს გავაკეთე რეგისტრაცია და სიმართლე გითხრათ არ ვიცი და როგორ მოგმართოთ თქვენ სახელი გვარი? ტელეფონის თუ შეიძლება. ვატო მქვია. ბატონო? შემიძლია ნომერი ჩავიდოთ აქ. დავწერო. კი. ვატო, გვარი თქვენი? ვატო ჩაფიჩაძე. ვატო ჩაფიჩაძე. დიახ. მაგრამ ეს ყველაფერის კურსი ძირითადად აკადემიის გვერდზე დევს და ანუ ძირითადად იქაც აკადემიამ დასარეგისტრირებლად ძირითადად ანუ აკადემიის ну იმას უნდა დაუკავშირდეთ. ან ონლაინ არის რეგისტრაცია, ონლაინად შეგიძლიათ შეავსოთ. ონლაინ თუ შეავსებთ, ვატო, ბოდიშ გიხდით, გვარი შემახსენებს ტელეფონი რეკავდა და ჩაფიჩაძე. თქვენი გვარი. ვატო ჩაფიჩაძე. და ტელეფონის ნომერი? აი ტელეფონის ნომერი 591 1446 დავწერე კომენტარში, აი კომენტარში შეგიძლიათ ნახოთ თუ 1446 46. 1446. დიახ. კარგი, ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსმენა, ნამდვილად მაყოფილი ვარ, რაც მოვისმინე და ძალიან მე ვხედავ, რომ სიღრმეებიდან საუბრობთ, ღრმად ცოდნა გაქვთ და ეს ძალიან სასიამოვნოა. აი რაც ეხება კურსს, მოვიფიქრებთ ამასთან დაკავშირებით. კი, კურსი და დაგიკავშირებით, თქვენ დაგიკავშირებით თუ საიტზე მოვიწეროთ? ანუ საიტს თუ ვერ ნახავთ, ან რამე პრობლემა შეექმნათ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, მაგრამ ძირითადად საიტზე ხდება რეგისტრაცია, ანუ ეს მდგრადი მეცნიერების აკადემიის საიტზე რომ შეხვიდეთ, კურსი გასაგებია. ან Facebook-ზე, ან იქაც არის ასევე ტელეფონის ნომერი, იქ რო დავურეკოთ, პირდაპირ ჩაგწერენ ისინი, ანუ მეც შემიძლია ჩაგწეროთ. აი დღევანდელი შეხვედრის კი ბატონო, დღევანდელი შეხვედრის ჩანაწერი თუ იქნება სრულად, თუ იქნება ადამიანს საშუალება მოისმინოს. ვინც ჩაწერილ ყველას გამოგიგზავნით ლინკს და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ღიად, ანუ YouTube-ზე იქნება ლინკი და ვინმე სხვასაც თუ გინდათ რომ გაუზიაროთ მაგათ ნაცნობს ან კოლეგას ან ნებისმიერ ადამიანს მოდისაც გინდათ რომ გაუზიაროთ, შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს ვიდეო პირიქით, ანუ რაც უფრო მეც გაუზიაროთ, ჩემთვის უკეთესი არის და ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი მოისმენს. ну აქ ახლა დეტალურად არ გვაქვს საუბარი სამწუხაროდ ახლა ანუ ძალიან ბევრი ხა ისეთ სასარგებლო ინფორმაცია შევა არ იყოს ვაცით, მაგრამ ну საინტერესო თემების შესახებ გაიგებს მაინც. ხო, რასაკვირველია, კი. ხო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ვატო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა დასწრებისთვის, მოსმენისთვის. დიდი მადლობა. წარმატებები. მადლობა ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა მიღებული ინფორმაციისთვის. ნახვამდის, ღამემშვიდობის. მადლობა ნახვამდის.